მაგასთან საერთაშორისო სივრცეში კიდევ ერთხელ როგორც იქნა მე-15 ბაზარი ადროც მოვიდა. რაღაცები შეიცვალა. აი, წვანე მაცვია. და პრობლემური არ არის. კი, ის შუქი ტრიალებს ჩვენ გარშემო. სტუდია შევცვალეთ, გადავედით და ძალიან ბევრი. ერთი კუთხიდან მეორე კუთხიდან და ერთი ტელევიზორი გვაქვს. ხო. აღმოჩნდა, რომ ვიდეოს რედაქტირება გაცილებით უფრო არაკომფორტულია, ვიდრე უბრალოდ ხო რა დადე ტელევიზორი და გავუშვი სლაიდშოუ. მოდი დავიწყოთ ერთი კაი სახელის ამბავით, რაც არის ჩვენი ერთი open source community-ის წევრი, რომელსაც მადა მეგობარი კარგი მთქმელი, მსმელი, დამთქმელი პურის ჭამელი ბიჭი, რომელმაც განავითარა full spectrum-ი, რომელიც არის აი Snap Bakery რო გამოვიდა და მაგათო დაამატეს თავიდან full spectrum-ი არის 4 ფერით, ანუ CMYK, არა სხვა ფერებით, შეგვიძლია ისე დაადო layer line-ები, რომ სხვა ფერი მიიღო. როგორც ამ ღების დროსაც ყვითელი და ლურჯი თუ შეურია და მწვანე გამოგდის, იგივენაირად მუშაობს ეს. და რო ძალიან თხელი ლეიერის მწვანე ფილამენტის თავზე ძალიან თხელი ლეიერი ყვითელი თუ იქნება, მოიცა. ლურჯის თავზე ყვითელი თუ იქნება, გამომწვანე, მწვანე და ყვითელი არ ვიცი რა გამოდის, რაღაცა გამოდის. გააჩნია რაც ორი ფენა ყვითელი, ერთი ფენა ლურჯი, რაც ღია მწვანე გამოვა, რაც ორი ფენა ლურჯი, ერთი მწვანე, მუქი მწვანე და ეგეთი რაღაცებით. და ამ ბიჭმა უბრალოდ ადგა და თავისით მოიგონა ტექსტსისტემა და აიყვანეს Snapmaker-ში. ანუ გააკეთა ორკას ფორკი, ანუ ფორკი არის ანუ open source კოდი არის, შენი ვერსიას აკეთებ და ანუ ცალკე უშვებ, მაგრამ განტოტება. ხო. მაგრამ იგივე კოდს open source როცა არის, უკანაც აბრუნებ ხოლმე, ან ტოვებ როგორც ღია კოდს. რომ სხვებმა რომ ნახონ რა და როგორ მუშაობს, ან შეიძლება უფრო უკეთესი იდეა მოუვიდეთ, როგორ გააკეთო, ან იგივე ტექნოლოგია გამოიყენო რა სხვა რაღაცეებისთვის, უფრო მარტივი არის ეგ რაღაცა. ანუ Snapmaker-მა აიყვანა ეგ სამსხურში, რაც ბევრად უკეთესია, ვიდრე რაც გააკეთა Bamboo. ხო, Bamboo უჩივლა. ვინც Bamboo ყველას უჩივის. ანუ ამას არ უჩივო, სხვა ვიღაცას უჩივო. ამას ვერ უჩივლებდა. მაგრამ ამის კოდი აღმოჩნდა Bamboo Studios update-ში. ხო, ხო, გამო. ისე რომ არანაირი არც ამისთვის მიუწერეთ, რომ შეიძლება გამოვიყენოთ ან აგერ ამ ტიპმა გააკეთა და თუ რაღაცა აგერ მიხედათ, მაგრამ Bamboo-ზე მე ვილაპარაკებთ თელი. ბევრი რაღაცა მოხდა ამ განმავლობაში. აი, მე მგონი ის რაღაც ესეთ სცენარი წარმომდგენია, რომ რაღაც Bamboo-ს ინჟინერი ზის რაღაც სახლში დაღონებული და რა ხდება და მე მგონი შეიძლება Bamboo დაიკეტოს ცოლსოვნება და მე რას იზამ და რა ვიცი, ევროპაში წავალ მოსაპარად. აჰა, Bamboo, ხო, ბევრი რაღაცა იქშაჩა. შემდეგი არის აგერ Elegum დავაზომოთ. ხო, Elegum გამოუშვა თავისი Jupiter 2 რეზინის პრინტერი, რომელიც საკმაოდ დიდი არის, რაც 300, 200 რაღაცაზე 300-ზე არის ზომებში. მაგრამ თელაბოლომდე 300 სიმაღლეში ვერ არის. რადგან 300 არასოდეს ყოველთვის ზომაში იტყუებიან ეს კომპანიები არ ვიცი რა არის რა. ანუ ვერტიკალურად, ან bill plate-დან ეკრანამდე არის 300. მაგრამ აბაზანა ხო არის? და ანუ 300 და ბეჭდა და განიერი თუ არ შეიძლება ვერ ამოიღო, იმიტომ რომ აბაზანაში კედელს დაეჯახოს. ანუ მეორე ტიპი კიდევ ვიღაცა რომელიც ანუ ერთი აბაზანას მოხსნის, მეორე ამას მოხსნის, რომ ეს ამოიღო და გადმოდეს დეტალი. ანუ მთელი სეტაპი უნდა გამოიღო წინ რაღაცა ჰორიზონტალურად უნდა გამოაცურო, რომ მე დაშალო, შანსი არ არის, ანუ რაღაც ერთი ადამიანი შეიძლება არ გიყოს, მაგრამ ხო და მაგითაც მეორე ტიპი გჭირდება რა. ხო, ანუ სინამდვილეში რაღაც 26 სანტიმეტრს უყურებთ რაღაც ეგრე? ანუ ხო რა 26-27 გააჩნია როგორი ფორმის არის, რომ შეიძლება მოახერხო გადატრიალება რაღაც. ან ვთქვათ წინ გამოკაჩო იმდენად, რომ თავისი სამაგრიაც არის, მანქანად მოდრეს და ისე ამბობ. არ ვიცი, აი ეს შეცდომა როგორ მოწდით ამ დიდ კომპანიებს ტოქსიკურ მასკულინობას დავაბრალებ მე პირადად. და შეიძლება შეცდომა არ არის, ანუ ზომა ეგ არის. ანუ კი, დაბეჭდა, ნამდვილად ბეჭდავს. ხმას არავინ არ იღებს მაგაზე, მაგრამ მიდდა გამოიღე. არა, სპეციფიკაციები შევდადნენ. ზომა 300 თუ გაქვს ორი კაცი, თუ მარტო ხარ 270 რა. მაგრამ მეორე რაც აქ ამას კი საინტერესო. კარებები, ანუ უმეტესობა რეზინს პრინტერი, ან ჩაფხუტი რაც აქვს, ეს ან PPS ეხდება და შეგვიძლია გაადო, ან ძველი მუზარადივით იხსნება. ამასო კიდე ოპა. კაი, ეგზიბიციონისტივით ეხსნება კარები ორ მხარეს. ანუ
უჭირავს საერთოდ რაც 45 სანტიმეტრი დაახლოებით მდგომარეობაში. ხო. ღიაში ლამის მეტრი. კი, არა ფერმაში თუ მოიდომე დადება ან თუ სტუდენტი ხარ კოლეჯიდან დორმიტორიში ან საერთაშორისო ანუ დორმიტორიში თუ ცხოვრობ რეზიდენს პრინტერი არ გინდა. ხო, არ ქნა ეგ რა. ხო, ეგ სალკერმა რა პატარა ოთახი თუ გაქან ზოგი შვება ხოლმე შესასვლელი კარადები რო არის ხოლმე რა პატარები. არა, ის სავენტილაციო ყუთს თუ უკეთებ, ხო? ანუ სავენტილაციო ყუთს თუ უკეთებ, რამხელა ჯოჯოხეთში იჩნდები, რომ ანუ იმ უზარმაზარი ყუთი უნდა გაუკეთო რეალურად. ანუ მარტო სიმაღლე, ნუ სიმაღლეში, ხო, სიმაღლეში პატარაზე ხარ. სიმაღლეში პატარაზე ხარ, მაგრამ სიგანეში გადიხარ ძალიან და ძირთად სიგანე არის ხოლმე უფრო მეტად პრობლემა, იმიტომ რომ ანუ სიმაღლეში ხარ, რაღაცა სივრცე თითქმის ყველგან, სადაც რაღაცა შეიძლება დადო გაქვს, არავინ რეზინის პრინტერის ზემოთ რაღაცას არ გიგმავს ხოლმე ცხოვრებაში. შეიძლება იყოს ანუ ანუ ის ხარჩები რა შვი თაროები რო არის ხარჩები თასობილი რაც ანუ მაგას ხო ანუ ყოველ რაც ამდენ სანტიმეტრში აქვს ხოლმე ეს იატაკები. ნუ კი შეიძლება იატაკი აწიო დაწიო, მაგრამ ანუ თუ გინდა თქვა ანუ სამი ფენა დადო ზოგ ჩაფხუტიან სამ მitwedes რომელს პირაპირ უზადი ეხება შეიძლება ვერ გააკეთო, იმიტომ ანუ ადგილი არ გაქვს და ან სამის მაგრად მარტო ორი სართული ქონდეს რა. არ ვიცი, აი მან გეომეტრია გასაკეთებელი, რომელი რა სიტუაციისთვის ჯობია, იმიტომ რომ იმის მიხედვით როგორი თარო გაქვს, იმიტომ რომ აი ეხა ხო არა, შენ თაროებზე, აი აქ, აი ამ ბუნებრივი. ხო, ხო, მაგრამ ანუ სიგანეში თუ ვერ დაეტევა, ვერ გამოხსნი წესიერად. ხო, ეგეც. ხო და თორსაკი მაგი დაჭირდება ან რაღაც. მაგრამ ანუ ეს არის რა, იმას კი არ ვიძახით, რომ ცუდი პრინტერია, მაგარი პრინტერია, მაგრამ გასათვალისწინებელია. ოღონდ აი რეზინის პრინტერებზე ცოტათი ის ამაქვს რა, რომ აი დავშოთ რა ვიღოთ რაღაცა მარსი, სატურნი, იუპიტერი, რა? ანუ მარსი უკვე 12-კაა. ხო? 6-დან 12-მდე გააჩნია რომელი. ხო, მაგრამ ანუ აი მაგრამ ისე გაფართოება გააჩნია რამხელა ზომა ხარ. გაჩვენ რამხელა ზომა ხარ ერთია და თან კიდე ისაა რომ ანუ 12-კა გაფართოება. სრულიად საკმარისი მგონია თუ 8-კა გაფართოება, სრულიად საკმარისია რომ ვერ გაარჩიო არის თუ არა, ეგ 8-კა არის თუ 16-კა არის. კა ანუ ნატურკი მაგრამ ეგ კა რამდენზე ანუ მარს 4 რომელიც არის ეგ არის 120 მმ-ი, რაც 90 მმ-ი თუ არის პატარა არის. ანუ მაგის 4-კა იგივეა რაც ამ იუპიტერის 16-კა. და ეს იუპიტერი რამდენი კა არის? 16. ანუ ამის 3-ჯერ თუ 4-ჯერ უფრო დიდი ეკრანი რო აქვს. პიქსელების ზომა. კი, იზრდება. ხო. ანუ ოდენობა იზრდება, მაგრამ ასე ზომაც იზრდება, იმიტომ რომ იგივე ადგილზე. ანუ მე მგონი ეს ჩვენ ფალოვანი არის, მე მგონი მაგთან აბარდობაში ყველაზე დეტალიზებული მაშინ ესე გამოდის. რა სატურნი? ანუ სატურნი 16-კა არის და დაახლოებით მარსის ხელა ბედი აქვს. ანუ უფრო დიდი, ორჯერ უფრო დიდი ბედი აქვს ამას. უფრო დიდი ბედი აქვს, ნუ ეს მარსია ძალიან პატარა. ხო, ანუ მაგრამ 4-კა არის და ეს 16-ია, ანუ 4-ჯერ უფრო მეტი გაფართოება, 2-ჯერ უფრო მეტი სივრცეზე, ყველაზე დეტალიზებული ეს გამოდის. ეგ რა გასწორებელი კაი. აი, ელეგუს ჩაუარეთ ახლა. რა გვაქვს ახლა? და კიდე დღეს გვექნება მთელი დეპარტამენტი ბამბუს შეწოდებებზე რა, კი ვახსენეთ უკვე, მაგრამ ჯერ არ მიუდგომი ვართ. შემდეგი არის აგერ ჩვენი Flash4G, რომელიც ანუ Flash4G და ბამბუ არის ფერმებში, ანუ არა პრო ფერმებში, არამედ ანუ სამომხმარებლო პრინტერების ფერმებში ვსვათ რა. ბიჭო, ისეთ მომდია რა 300 პრინტერი პროგრამი ფერმაში რა პრო როგორ აღარ ახარ. უბრალოდ ანუ პრო ანუ ფერმები რომელიც ანუ იმისთვის არის აწყობილი რომ ფერმა იყოს. თავის საწყობენ. თან უმეტესად პრინტერის თავისი Arduino თუ Raspberry Pi რაც არ აქვს. რაც კომპიუტერზე არის USB-თან რაღაცით გადაერთებული და ანუ უბრალოდ მოდული არის და კომპიუტერზე მიდის ანუ რა ქვია Linux-ი მუშაობს და ანუ ერთი ცალი კომპიუტერი რაც 50 პრინტერს ამუშავებს. ნუ ისე პრინციპში რეალისტურად 300 ფერმის აწყობისთვის ბიუჯეტი რო გქონდეს, ბამბუებზე დახარჯავ თუ ადგები და თვითონ აწყობ. 300 ცალზე ანუ ალბათ 100-ის მერე უკვე შემითავაზებ. ოკეი. მაგრამ ის არის სად? ხო. საქართველოში ბამბუებთან წერფორთან ელეგუებს დავით რა. ანუ კი, ანუ აკვეთ ანუ ჩინეთში უნდა ცხოვრობდე. არა, ამერიკაში სელი უნდა გქონდეს. არა, ამერიკაში და ევროპაში რო იყო. ორი უფრო ნაკლები გიждდება მაინც შედარებით. ნუ ანუ ეხლა ელეგუ როს თქვი მაშინ $270 გადავიხადე. იმიტომ გიждდება რომ ჩინეთიდან აიყიდა, მაგრამ
წყნარი ოკეანე უნდა გადაიაროს გემმა. არა, მაგის გარშემო ანუ იქ ანუ ელეგუ, ანუ ევროპაში რისაც 300 евро, ამერიკაში $300. ხო. და მე საქართველოსამდე მოიტანო, კი. ჩინეთიდან გინდა ევროპიდან, მე ხო, გიორმაგდება ფასი როგორც არაფერი. ხო, და არ ვიცი მე. ბიჭო, ეს იგივე არის ანუ ცალსაკენ ნაწილების გამოიტანო. როდის უნდა დავიწყოთ პეტიცია, რომ სტრატეგიულ ინდუსტრიად გამოცხადდეს და ბაჟი არ გვერდკისრებოდეს ამ საკითხზე. არა, ხო. ეს არის ან უბრალოდ $300-ზე მეტი იყოს რა, ან ერთ თავს თუ იწევ. არ კონდეს რა. დეგეს ლიმიტი, ანუ $300. ანუ ერთი ჩეკმა, ანუ ნორმალური ბოტასი ან კეტი არა, სიკერები რო ჩამოიტანო. ანუ $300-ს გასდები როგორც არაფერი. ერთი ჩეკმა, ჩემთვის ჩავამბაქ რა, რატო ვიხდი? ცალ-ცალად უნდა იყიდო. ჯერ მარჯვენა ბოტასი უნდა იყიდო, მე მარცხენა ბოტასი უნდა იყიდო. არა ხო, გადავიტანო Flash 4G, ერთი ანუ პოპულარული კომპანია, რადგან ანუ შეიძლება საუკეთესო არ არის, მაგრამ საუკეთესო 90%-ია სულ. ანუ 5-6 წელი 24/7-ზე ამუშავე, ანუ უბრალოდ ის ზეთი წაუსვი, რაღაც ანუ გაწმინდე ალკოჰოლით ბილფეით და აი მაგის გაკეთებას არ მინდა ხოლმე ზოგჯერ. მაგრამ კი, ხო და ანუ Flash 4-მან მოკეთ აიღო თავის თავზე და tool changer-ების სამყაროში შემოიჭრიდა. აი, გააკეთა Creator 5 და Creator 5 Pro. განსხვავება რა არის? Pro დახრულია. ხო, ანუ ეგ არის ერთ-ერთი განსხვავება. მაგრამ არის ესეც tool changer, ანუ Snapmaker U1-ის კონკურენტი არის და ღირს $100 სადაც free აქვს. მოიცა Creator Pro რაღაც Creator Pro ღირს 800. 850 უკვე როცა $250 მეტი არის, პროსტა რო ჩააცვა? ხო. ხო, არ ვიცი. ანუ Creator Pro არ იყიდოს. მაგრამ თუ გჭირდება რაც ანუ ABS და AS-ების მითხან მუთი. ანუ თუ გჭირდება ABS და AS-ებით, გადი წერეთელზე მეორადებში, იყიდე Gore-Tex-ის მეორადი და ჩააცვი უბრალოდ პრინტერს და ანუ შეინარჩუნებს იმ ტემპერატურებს რაც საჭიროა. მაგრამ ეს ანუ მაგაზე გაზომი აჩვენე შეიძლება შეჯერი აქვს, ალბათ არ იქნება. Pro ვერსიას აქვს. არა, უბრალოდ დახურულია Pro ვერსიას. მოჩა, ანუ იმ $250-ში რაღაცა 1 2 3 4 5 მოიცა ჯამს 1 2 3 4 5 6 7 აკრილის ფურცელი მოდის $250-ში. ანუ ელიავას ფასებითაც კი ძვირია ეს. მაგრამ წინასწარ გამზადებული ეგრევე გაძლევენ. კი, მაგრამ ძვირია ძალიან. არ ხიბს $250 მაგდები ისა. მაგრამ კიდე, მაგრამ რაც არის ერთ საინტერესო გაწყვეტილება რაც აქვს ჩემი აზრით, არის რომ გვერდიდან აქვს tool change. ანუ პირდაპირ უყურებ პრინტერს, ანუ მარჯვენა მხრიდან არის 4 თული. ანუ აი რაც ანუ უფრო ახლო არის, თუ ანუ რგოლებიდან ნუ ეგრევე ჩამოდის, მაგრამ აი გვერდზე როა წაიღოს წამოიღოს და ზემა დაიწყო. მაგრამ ერთი ისა რომ აი იმ შუშთან რო უყურებ, ხო? შეჩეულია რომ ყველა პრინტერი ცოტათი ციკლოპივით არის. რომ ის რა ქვია, tool head-ის ვენტილატორი გიყურებს ესე. რომ ხედავ ვიცი ვინც ახარ. ხო და ამას ეგეც გვერდით აქვს და უცნაურია რა, არ ვიცი, რაღაცა პერსონალიტის მარგავს ჩემი. მაგრამ მეორე სასწაულიც არის, ამას ანუ გვერდ კედლები აქვს მარტო. ანუ უკან კედელი, წინა კედელი არ აქვს რა, ნუ ძველ ვერსიას. და ფუფშუთი არ აქვს. და სადმე აქვს. უბრალოდ წინა მარცხენა კუთხეში სადაც თულები არის, ანუ ბედის ოდნავ წინ გადმოდის. და უბრალოდ ანუ იატაკზე ხო. ანუ მაინც ბრტყელი იატაკია მარტივი, ოპ, მოხიკე. არა, კი, მაგრამ რაღაცა ლიფი რაღაც არაფერი არ აქვს. ის არის. აი, ფერმის თვალსაზრისით, ხო? ხათაბალაა. ფერმის თვალსაზრისით, ანუ აი, რო იძახი რომ, ფერმებში დებენ ამ Flash Forge-ებს, იმიტომ რომ ფერმისთვის კარგი ტიპია. ანუ ფუფშუთი კაკრას ფერმა სჭირდება ყველაზე მეტად, იმიტომ რომ ანუ ეგ ხო არა, ყველა პრინტის შორის გიმატებს იმას, რომ ადამიანი მივიდეს და მოწმინდოს ის. ან უეჭველი უკვე იქნება რა მოდელები, რობოტ ანუ ქვევით რა უცურებ და ანუ პროცესს რეალდება რა. კი, მაგრამ ისევ და ისევ ეგ მოდელი უნდა დაბეჭდო და ყველას გაუკეთო და ადამიანი მივიდეს და ერთხელ ჩაუყენოს კი ყველას ეგ მოდელი და პირდაპირ ვერ დადგამ. ანუ გამოსავალს იპოვე, მაგრამ ანუ თუ ეგ გამოსავალი არ იპოვე, მე უნდა მოწმინდო. ანუ ესეც ბამბულების A1-ების ფერები რო არის. ანუ მაგათაც ხო ანუ ოდნავ წევენ და custom-ჯიკოს უმატებენ რომ ანუ ცოტა დაელოდეს რომ ბედი გაგრილდეს და ნოზრით თუ ჰეით თაწებიან მოდელს რომ ქვევით გადმოაგდეს.
და თან აქ გადავიდეთ ის არა ის ქვემოთ კიდე ბედ სათამაშოები თუ რაღაცა. რომ მოაზრდას, მაგრამ მაინც საკაიფო ტიპია, როგორც თან ფასები არის. ხო, საბოლოო $800 შოურბიუსი და ახლა 950. იუანთან შედარებით, Snapmaker-ის იუანთან შედარებით რა ზომები? ანუ სტანდარტული კუბი არის 556-იანი. აჰა. ანუ ოდნავ პატარა არის. Snapmaker-ი 270-იანია. და მაგრამ ჭეშმარიტია ეგ კუბი? ხო. 255 ხო არის რაღაც ეგეთი. არ მიკვირს ხოლმე. იმიტომ რომ რაღაც ისა არა რომ გამოცხადებული ფასია და მე ხო არა 2 სანტიმეტრი მარცხნიდან აკლდება, იმიტომ რომ რაღაცა ვერ ეტევა, 2 სანტიმეტრი ზემოთ აკლდება, იმიტომ რომ რაღაცა ვერ გამოეტევა. ხო, შენ კიდე არის ეს Aeroform Palette 300, Atomform Palette 300, რომელსაც 2-3 პოდკასტის წინ ვილაპარაკეთ, ანუ უკან პატარა რევოლვერი გვაქვს რა. ხო. ანუ Vortex-ი ხო ბანძი სისტემაა. ანუ ეს კიდე უარესია. ხო. Vortex-ი მაგარი სისტემაა, ძალიან თუ ინჟინერი ხარ და რა ლამაზი რაღაცაა, ბევრი რაღაცა მოძრაობს. მაგრამ ესეც ლამაზია, თან უკან ტრიალებს და over engineered ტიპია რა. ხო, ეს არის ნოზლი პატარა ანუ გორ წრეზე ტრიალებს, გააჩენ რომელ ფერს იშევ. აი, მოისა. Iron Man-ის გულივით რო არის რაღაცა. აი ეს. ამაშტეს 1 2 3 12 ნოზლი. და მაგრამ სისტემაც აქვს ეს ანუ ერთი პატარა თავია, რომელიც მოკიდებს, ამოატრიალებს, აწევს toolhead-ში და ჩააცვებს. ანუ პატარა დაახლოებით ახრახნის ჯერ. საყვარელი. ასე ნახევარი ხრახნი უნდა თუ რაღაცა, მაგრამ ხო, საკაიფო სისტემა, მაგრამ ისა რომ უმეტესად tool changer, nozzle changer-ი რისთვის არის კარგი წესით. რომ ნაკლები ფუფი გქონდეს. ნაკლები ფუფი? ამას ნაკლები ფუფი არა აქვს, არ ჭრის ფუფს, როგორ არ ჭრის? ანუ მაგრამ მაინც EMS-ი გჭირდება. ხო. ანუ დრო ხომ მიაქვს თან IMNOS-ში რაც შეება. ანუ რაც ბამბუს აქვს პრობლემა. Vortex-ზე ზუსტად იგივე პრობლემა აქვს, რომ ნახე რა ხდება. აქეთ. ნახე რა ხდება. მეც ხო უნდა დავინახო თიც რა შედება. ხო და დავშოთ, აქ არის გამოსაცვლელი ნოზლები. ჩვეულებრივ EMS-თან შედარებით და ჩვეულებრივ ყველა ავტომატური მატერიალების სისტემასთან შედარებით. ნაკლები ფუფი აქვს, იმიტომ რომ დავშოთ, ეს ნოზლი არის წითელი, ეს ნოზლი არის მწვანე, დავუშვათ, ხო? და ის ხდება, რომ ანუ მთელი ეს წითელი, რომელიც ნოზლში ჩარჩა, არა აქვს დასაფუფი და გადმოსაგდები და გადმოსაფურთხებელი, ანუ მასალას ნაკლებს კარგავს. მაგრამ სიჩქარის თვალსაზრისით, ხო? იმდენ დროს არ ზოგავს, იმიტომ რომ ეს მწვანე ყველა ჯერზე უნდა ამოიწოვოს აქედან, გამოუშვას. ანუ მთელი ეს გზა თავიდან არის მაინც გასავლელი. და რაღაც ის არის შუალედური გზა არის რა, რომ ანუ tool changer-თან nozzle changer-ი არის, მაგრამ tool changer-ობამდე ვერ მივიდა. ნაკლები ფუფი გაქვს, მაგრამ დავუშვათ თითოეულ tool change თუ ჭირდებოდა აქამდე რაღაცა 55 წამი, ეხლა დაჭირდება 50 წამი. არ ვიცი ამის რიცხვები რა იყო თუ 25-30 წამი უნდა თითოეულ. ხო, 25-30 და ნუ იქამდე აი ამ ტრიალა რაღაცის გარეშე, რევოლვერის გარეშე დაჭირდებოდა 5 წამით მეტი. შეიძლება 6-ითაც პრინციპში. ნუ რაღაცა დროში ამცირა, ოღონდ ბაზარზე უკვე უფრო იაფად რო. სადაც 900 ღირს ეს. ხო, ეს ღირს $900. და თან IMS-ები თალკე უნდა დაითრივე ამის რაც თუ CFS-ებიც არის. ეგეც შენი $200 თავზე 150 რაღაც ეგრე რა. ხო და ანუ ბაზარზე არის უკვე ის წეღანაც ვილაპარაკეთ, FlashForge-ი სრულიად ჩამოყალიბებული tool changer-ი, Snapmaker-ი, Yuan-ი სრულიად ჩამოყალიბებული tool changer-ი, ხა Prusa XL-ი დიდი უფრო მაღალი საფასური კატეგორია, მაგრამ Bontex-ის ინდექსის upgrade-ი მოდის და ვეღარ მოვიდა, მაგრამ მოდის ეგეც და მაგრამ ყოველ შემთხვევაში ბაზარზე ორი უფრო იაფი, უფრო სწრაფი tool changer-ი უკვე არის და თან Snapmaker-ზე მაღალი იმედები არ მიქნებოდა. Update-ი გამოუშვეს მაგათ Snapmaker-ში, რომელიღაცა CFS-ის მგონი თუ AMS 1-ის ან ბაბულობის AMS-ი ან კრელდის CFS-ის დაგმა შეგიძლია. და პახვედან tool changer-ი მაგითაც ცოლს ფერები თითო tool-ში. კი, ხო და ანუ სად tool changer-ზე ზემოდან კიდე EMS-ი იყენია და ძალიან ბევრი ფერი გაგიჩნდა უცებ და სად რაღაცა საყვარელი Iron Man-ის გული რევოლვერი გაქვს, რომელიც საბოლოო სერიაში დიდ შეღავად ზარგად. თან
თან ახლა ის full spectrum-ი რო გამოვიდა. ეგ ჩემს ახლა იდეალური ოდენობა ნოზლების ან თულების არის 5. ნუ ის ხო რა ის 4 ფერი და support ფილამენტი ხო? 5 ფერი. 5 ფერი? CMYKW. ანუ cyan, magenta, black, yellow, black, white. აჰა, ოკეი. და აი 6 მაშინ და support-ის ფილამენტის გეკნებოდა. ხო, ეგ არის. არა, support ფილამენტი თუ გჭირდება, მაგრამ 5-ით ხო, კარგად ხო რა? ყველაფერს. ხო. კი. ანუ თუ რამე 4 ფერი თუ გჭირდება, აი support ფილამენტი მე-5-ში გავუშვი, მაგრამ ასან ბევრი მოდელი 4 ფერზე არ გათვლი, ასან 4 ფერიანი EMS-ები და CFS-ები. და ისე თან ის არის რა, რომ აი ეს full spectrum-ი რასაკეთებს, რომ full spectrum-ი დარწმუნებულია, რომ EMS-ებთანაც გამოყენებადი იქნება თული, როგორც ესეთი, მაგრამ იმის გამო, რომ full spectrum-ი met tool change-ს მოითხოვს და met ფერის ცვლილებას მოითხოვს თავის შინაარსით, იმიტომ რომ არა, აი ამ 4 ფერს ისე ათამაშებ, რომ ერთ layer-ში ბევრი ცვლილება გექნება. tool changer-ის გარეშე უტვინო დროები იქნება რა, ხო და tool changer-ებს უეჭველი ექნება უპირატესად. აი ხა tool changer-ების ერაში შევდივართ რა უკვე რა, ეს AMS-ები და CFS-ები მგონია რომ უნდა გაქრეს მალესა. ეცე გონგოთ აი დაახლოებით სტანდარტული საშუალო არითმეტიკული ადამიანის თავი ის ზომა რო არის. და გააკეთო AMS-ით. დაჭირდება სავარაუდოდ სადღაც 60-70 საათი. ანუ 4 ფერით რა, ანუ როცა შევიდოთ და თვეები და რაღაცა. ნუ გაიჩენ level-ში რამდენი tool change-ია, მაგრამ ნუ ავიღოთ რაღაცა რაც AMS 60 საათი დაჭირდება, იმაზე დაჭირდება ალბათ ერთი 15-დან 20-მდე რა. ხო, ანუ დიდი შეღავათია ძალიან. და თან ფუფი დაჭირდება ფერად. მოკეთ, გავუცდეთ ამ ჩავარდნილ revolvers. რომელსაც ვიღაცა იყიდის და ძალიან იამოყებს და ნამდვილად კარგი იქნება და საქმეს გააკეთებს. ოღონდ ისა რა. და ამასაც ვიღაცა იყიდის, მაგრამ არ ვიცი რატომ. რაც არის creality გამოიწე ჩაზუმე უკვე? ხო. იცი ამოუზუმე ჩაზუმე? ხო, creality აპირებს რომ გამოუშვას M1 და R1, რაც არის ერთი არის ფუფის, მარტო ფუფის შრედერი, ხო. და მეორე არის ფუფის დაჩიხილი ფუფის, ისე ფილამენტი გადმოკეთებული. Coca-Cola-ს ბოთლებს ვერტავშე და მარტო ფუფისისა რა. Coca-Cola-ს თავსახურებს? ან ძალიან პატარა ზონა დაჩიხო წინასწარ, რომ მე ამან შევსვან ფელეთებად არ, მაგრამ ნაფოტებად ეს თელი ამბავი რა ღირს? სადაც 1000-დან $500-მდე არის მთელი სეტი წესით. ანუ რაც ადრე თქვეს, მაგრამ რო გამოვა, რამდენი ხანი გავა, რა ფასი დაიდება? ვითომ $1000-ია, თავი მოვიკატუნოთ, რომ $1000-ია. და აქ როცა გამოვა 1 კილოგრამი საათში დასფულვის დაგორგალების დრო. ირაკლი სემი რელიგიურად ინახავს ყველა პრინტერის ფუფს, რაც კი თავისი 3D ბეჭდვის კარიერაში შეუქმნია ამის მანქანებს. რამდენი კილო გექნება შეგროვებული სულ? 5-6 ანუ შეიძლება 7 კილო სუფუფია თუ fail პრინტებია? კი, fail პრინტებიც. fail პრინტები 1 კილო ნახევარი fail პრინტების დაკუცმაცება შეუძლია ამას? არა, ჯერ 100 დაკუცმაცო. აჰა, გასაგებია. იმედ პატარა გახსოვს, მე ამას შეძლო დაკუცმაცება. ანუ დასაკუცმაცებელი უნდა იყიდო და 7 კილო, ესე იგი გამოდის რამდენი კილო უნდა ანუ აქედან ფუფი რამდენი გამოდის 2 კილო, 3 კილო, 1 კილო? fail პრინტებსა და ფუფში აი ამ 7 კილო და ანუ კილო ნახევარი ჩავთვალოთ არის 2 კილო მარტივად 5 კილო არის და ფუფი. კარგი, წადი ახლა შენ $1000 გადაიხადე. მე ჩამოიტანე ეგ $1000 გადასიძვიანო ალბათ 1300. აი ზორბა. არა, ზორბა მომცემი. კომპიუტერის ხელა არის და ხო, და მაგიდაზე იყო პრინციპში. და აი ამ ყველაფერს ვდახარჯავ, მე 50 ლარის ფილამენტს გააკეთებ. და ის არის საღებავის შერევის რა შეგიძლია პროცესში ან რაღაც ეგეთი? ანუ წინასწარ უნდა გავურივარ, შეგიძლია ზევით პატარა ვედრო რაც აქვს. ხო, მაგაში ჩაუყარო. მაგრამ ვედრო კი ცალკე ხადაობა არის.
1 კილო დაგორგალება შეუძლია. ვედრო არის 9 კილოგრამიანი. ანუ კი შეგვიძლია დაბეჭდო ახალი ვედრო ან რაღაცა ზევიდან დაადო, რომ ან ჩაამატო და ჩაამატო ხოლმე, ხო გზადაგია. მაგრამ ჩამატების დროს კიდე ფერი როგორ გაიცვლება, გამოიცვლება რაღაცები კიდე საკითხება. მაგრამ ესე 50 ლარი რო ავიღოთ ზარტული ფასი PLA. ანუ პლუს მინუს 60 ავიღოთ საშუალოდ უკვე თბილისში შეგვიძლია იშოვოთ. ანუ 60 ლარი. ანუ $1000 დახარჯე რომ 100 ლარი დაზოგო. ანუ ისიც არის ანუ ყოველ საათში ერთხელ. ხო. ბატონ გაუკეთე დიდი ვედრო 1 კილო ეტევა და ანუ მაგრამ 1 კილოზე მეტი და გააგრძელოს თავიდან სანამ 0.7 მმ-ზე დასვამს. ცოდრო უნდა რომ ან დააკალიბრიროს რამდენად გააცხელოს გაწოვოს და რაღაცები და ანუ ეგ შენთან შენი ხელით უნდა მოაზრო და მე დაიწყო და აი ამ ტიპის ყიდვა ერთადერთი გამართლებული მგონია იმ შემთხვევაში თუ არ ვიცი ფერმა ჩუქნის თავის ფუფებს მაგრამ ისიც არის ჩემ თავს რაღაც თოდნობით ვენდოდი რომ ანუ ფათაი ვიყიდე ეს და აი სამი და ბეჭდ ჯგუფში დავწერე მეთქი ანუ ვისაც ფუფი გაქვთ გამოუშვით რაცა რამესაც მოიდათ მაგის 10% თუ რასაც ან რასაც ვიტოვებ და შუკან გიბრუნებ და მინდს ავიღებ მაგრამ რამდენად ვენდობი რომ იმის PLA არის და არა PLA ABS PG და ყველაფერი ერთად მე არ უნდა მინდო იმიტომ რომ ყველაფერი ერთად მიყრია ანუ ჩემი ფუფი იმენა ფუფია მართლა ფუფია ან გადასაშინელება შევ მარტო ფუფი ან მარტო PLA რო იყოს სადედო მტვერი შევიდა რაც ხისაბადი შევიდა რაც რკინის რაც ნაკოსი შევიდა და კიდე მეორე ნაწილი რა რომ წარმოიდგინე რომ მეორე ტიპმაც იყიდა ეს და იმანას დაწერა ჯგუფში რომ მე მომეცით ფუფიო მორჩა უკვე ყოველდღე არანენტაბელური გახდა ვერასოდეს თავის ვერ ამოიღებს საკუთარ თან მარტო თავის პასე ელექტროენერგია ფუმია ელექტროენერგია მიაქვს სივრცეც მიაქვს და არ ვიცი და ანუ შენის ხელობა უბრალოდ ამას რომ მიხვიდე ჩაყარო გააკეთოს რაღაცა გამოიღოს ფული ახალი ჩადო 10-15 წუთი ჩათვალე ანუ ყოველ საათში ერთად 15 წუთი უნდა დაგვა რაღაცა ერთ სამუშაო დღეში რაც 6 საათი მუშაობს ეს 2 საათი შემუშავებ 2 საათი შემუშავებ და არც შენ და არც ეს საათში 50 ლარზე მეც არ აკეთებთ ხო მოკლედ ის არის რაღაც ის უნდა ვქნათ არ ვიცი რა რამდენი უნდა აკეთო ანუ საერთოში რომ ამოიღო მარტო თუნეს ანუ აი ესე გავაკეთებ რა ტავერნა disapproves არა თავენ ეპრუვს იმიტომ ანუ კარგი არის რომ ანუ რისაიკლინგის გადამუშავების თემა არის ანუ განსაყარელია პრინტერის ფასი რო ქონდეს ანუ რომ მაჩუქვა მინდა მაგრამ არა რა გეჩქარ აი სტატული პრინტერის ან A1 ან $354 რო იყოს კენ 500 ორივე კონტრენ კომპოსტის კიდე ხო 500 რო იყოს ალბათ უფრო გაგიადვილდებოდა რომ მაჩუქო იმიტომ რომ თუ მაჩუქებ მინდა და თუ არ მაჩუქებ არ მინდა მაგარი ძველი გამოთქმები რაც არის არსებობს ცუდი პროდუქტი არის ცუდი ფასი ხო არსებობს ცუდი პროდუქტი არა კარგი პროდუქტია უბრალოდ ანუ ფასი აქვს ანუ აი დარწმუნებული ვარ მე რომ აი ამ ტიპს ვნახავთ მარტო იმ ინფლუენსერების ვიდეოებში რომლებსაც აჩუქეს და ზემოდან კიდე ფული გადაუხადეს რომ გამოიყენეო ანუ არის რეალიტი და ვიღაცა თუ გისმენს ცოცხალი ადამიანი მაგრამ გვაინტერესებს კი რა ვიცი მე ხო კორეალი თუ არ ვიცი რომ საერთოდ შემდეგი ეს არის კიდე მოიცა ეს პოზიტრონი ხო ანუ პოზიტრონი არის ძალიან საყვარელი 3D პრინტერი რომელიც ანუ open source-ის community-მ გააკეთა და შეჯიბრის მომენტი ფერჩა ანუ შეიძლება 1 კილოგრამიანი გორგალი რა ყუთში წდევს მაგ ყუთში ჩასატევი 3D პრინტერი გავაკეთოთ და შეგეს პოზიტრონი რომელიც ანუ ეს თავაკი რაც აქვს იკეცება ანუ საწოლი ანუ მოაზრდა სწორკუთხედი და სულ სუსტად მაგ ყუთში ეტევა ხოშიანად და ეთმა გააწყვეტა რომ გააკეთოს თავისი ვარიანტი ცოტა უფრო მოდერნიზირებული ალუმინისგან ამო CNC-ებული და თან ანუ სიპაპი დამატებული და რაღაცა უფრო ანუ
ლამაზდა არის, მაგრამ ერთი პრობლემა რაც პრობლემა არა მინუსიც არა, ანუ ფასი არის საინტერესო. რაც ანუ სტანდარტული ეს კითი რო იყიდო, სადაც 350-400 დოლარის ფარგლებში შეგვიძლია ააწყო. და ნუ ერთი 100 ლარის რაც ASA რო იყიდო, ანუ ყველა დეტალს დაბეჭდა, რაც გაგჭირდება. და ეს თამი 1000. პლუს პატარა ბატარეის, პატარა დიდი ბატარეის კიდო შეგვიძლია, რომ თოვიდან ამოედება. და სადაც თქვა 15-14 საათი PLA შეგვიძლია ბეჭდო ამ power bank-ით. რაც ანუ საკაიფოა. აი ერთი ფლექსისთვის საკაიფოა. რა ანუ წარმოვიდგინე რაღაც ხოზე, რა მიხვედი რაღაც და საფულიდან ამოიღე basically. 3D პრინტერი დადგი მუშაობს, მაგრამ მაგრამ პოზიტრონით ერთი ანუ 3D bench-თვის ან additive manufacturing კოოპერაციები რო ხომ ერთი ტიპი არის ხოლმე სულ, რომელსაც ზურგშანთაში უდევს ის პოზიტრონი და ის ბეჭდავს. და სულ რაღაცა არა აქვს წესიერად შეერთებული და ufeilდება, იმიტომ რომ რაღაცა 5 დღიან კონფერენციაზე ვნახე ეგ ტიპი მისული და ყოველდღე ვიღაც ტიპი მიდის და რით ვეღარ დავეჭდე რა. ესა თუ პოზიტრონის ბეჭდის სისტემა საინტერესოა, ბეჭდავს უკუღმად. ხო, ეგ ანუ ბედეთი უნდა ქონდეს ძალიან კარგი. სასწაული მიწებები უნდა ქონდეს. თორე ანუ ეს ნოზეს სტანდარტულ პრინტერებში როგორც არის Blob of Dooms რო იკეთებს ხოლმე. კი, პირდაპირ, ანუ ჩვეულებრივ პრინტერებს ანუ ქვევით ჩამოდის. ემართებათ რა. ანუ ეს Blob of Doom-ი სიკვდილის ბურბუშელა, არ ვიცი, რა დავარქვათ. რა ამბავია რა, რომ დავუშვათ ეს ჩემი ხელი არის ნოზლი და ესე ბეჭდავს. რაღაცა ამოიყვანა, დავუშვათ მეორე ხელი არის ნივთი და ამან კუთხეები აწია და ცხვირს ურტყამს გავლა-გამოვლაზე. ცხვირს რო ურტყამს თავიდან ეს ზედმეტი ფილამენტი დაგროვდა რაღაცა და რაღაც მომენტში იმდენი გროვდება, რომ მთელი დეტალი მიაქვს. მთელი დეტალი მიაქვს და შეერჭო ცხვირი და დეტალი თუ მოგლიჯა, ხო? მაშინ რა ხდება, რომ აქედან მოდის ისევ პლასმასი მოდის და მოდის, მაგრამ არსად არ ესხმება, არსად არ რჩება, იმიტომ რომ ეს ცხვირზე მიკრულია უკვე და შიგნით ტრიალდება სილიკონის სილიკონის წინდა. ძვრება უკან ამოდის და უკვე თულჰედის ძირში ის ესხმება და ესხმება, სანამ ან სენსორს არ მოკლავს, ან მექანიკურ დაზიანებას არ მიაყენებს რაღაცას, იმიტომ რომ უბრალოდ ლავასავით გადმოდის. ახალ პრინტერებში კამერა თუ დაიდახავს, რომ ეგ ემართებათ პრინტერებს, რომლებიც ზემოდან ქვემოთ ბეჭდავენ. ეხლა წარმოიდგინე ქვემოდან ზემოთ რო ბეჭდავს. ეგ პრინტერი რამდენად საშინელი რისკის ქვეშ არის, რომ არასდროს Z offset-ი და всё. მაგრამ ერთი ის არის, რომ ეს რაღაცნაირად ბრტყელია, თულჰედში ღრმად ჩასასვლელი დინებები თითქოს არა აქვს, მაგრამ ანუ ამისი სიკვდილის ბლობი, ხო, შეიძლება უკვე იმ ღვედებამდე ჩავიდეს და იმ რაშიც მოძრაობს X ღერძში ჩავიდეს. მოკლედ რა, არა, ამ მაგის ალბათობის დამაქვეითებელი რაც აქვს ამას. თვითონ ეს ჰიტ ბლოკი რაც არის, რაც აცხენებს ფილამენტს, არის 90 გრადუსიანი. კარგი. და ანუ ესე რო არის, აქამდე თუ ჩამოიღვინთ რაღაცა, შეიძლება ანუ აქეთ იმდენად გააგრილოს, რომ უბრალოდ ვეღარ გაწიოს ამ ძრავამ. აჰა, გასაგებია. ანუ რო სანამ მოკვდება იქამდე დააერორებს მაგასიცა. ანუ უბრალოდ გაჩერდება, ხო, რაცა 90 გრადუსი. ანუ საწოლში ჩაუშვი. ბლობი რო უფრო ადვილად დაიმართება ისა, იმიტომ რომ რა არის დიდი ალბათობა არის. ანუ რას გეუბნები რა, რომ ჩვეულებრივ დროს ხო რა, რაღაცა ძალიან დიდი ზომის ნივთს თუ ბეჭდავ დიდი ბაზით, რომ მეტი რისკია, რომ ფეხები აგწიოს და უბრალოდ ბევრი მასა რო არის გადმოსასხმელი, მაშინ გაქვს მაღალი რისკი შედარებით ან მაღალი ინფილი როცა გაქვს. და ამაზე ხო არა, ყველაფერზე რისკი გაქვს რა, ანუ თუ არ მიეკრო ზემოთ, პირდაპირ ნოზლს ეცემა და პირდაპირ შეიძლება ჩაატრიალოს რა. მაგრამ ის არის ანუ ბლობი როგორც იმართება რო თქვენ, რა არის უფრო მარტივი, ანუ ეს სწორეში გაუშვა. თუ 90 გრადუსიანში ჩაიჭედოს. შენ კითხვაზე გიპასუხებ ახლა რაც მკითხე, რომ კი $1000 რომ მქონდეს,
აი ეს წინა ქრიალითის რაღაცა საშინელი პროდუქტი მირჩევნია ამას. ან $100 რაში დავხარჯავდი, ხომ კითხე, კითხე, უეშენი კითხე. მაგრამ უთან მაინც open source თემა აიღო, გააკეთა უფრო მოსახიბლი ვიზუალი და დადო გასაყიდად. მაგრამ ერთი რაზეც ეღადავებოდა ყველა კაც მოგეთ საერთო კონფერენციაზეც გამოიტანა. პირველი დღე ხო კაი ქორობაში გაატარა, მეორე მესამე დღეს უკვე გამანებეთ თავი. რაც ყველა ადრევდა Mac-Mini-ს. წააგავს კი. იგივე ფორმები და ვიზუალური და ყველა ეკითხებოდა OpenClaw შემილია ამაზე დავაყენო ვთქვათ და და Mac-Mini 3D პრინტერი, Mac-Mini 3D პრინტერი და გამანდებით თავი. შემდეგი. ეს არის ჩვენი Bambu Labs კიდე ერთი ახალი X2D, რომელიც კარგი პრინტერია, კარგი ფასი არის, მაგრამ ცუდ დროს მოვიდა ჩემი აზრით Bambu Labs მიყიდველებისთვის. ორი ნოზლი აქვს თუ ერთი ნოზლი? ორი ნოზლი თუ აქვს ყოველთვის კარგი დროს მოვიდა. არა, ცუდ დროს მოვიდა. რა და? ორი თვითადე გამოვიდა P2S, P2D თუ რა თქმა უნდა, ორი ნოზლიანი რომელიც არის. და ეს კი სასწორად მეტი. და ანუ ბევრად უკეთესია, ანუ ცოტა უფრო დიდი არის, უფრო კაი ტემპერატურები აქვს და რაღაცები. ანუ ვინც იყიდა P2D არის თუ P2S თუ რომელი? თუ H2D, რომელიც მოიცა. P2C, რომელიც არის რა კაცო, ორნოზლიანი რომელიც გააგებს, მაგრამ არა, P2S ჩვენი ერთნოზლიანია და ეს ხო ორნოზლიანი 111 ის. ხო, ანუ აი P2S ვინც იყიდა, მოკლე უნდა იყოს, იმიტომ რომ ერთი ნოზლის განსხვავება $100-ზე მეტი ღირს ჩემი აზრით. ჩემი მოკრძალებული აზრით. ანუ ერთი ნოზლი, ორი ნოზლი უკვე არის ძალიან კომფორტი. ანუ იმიტომ რომ მულტიმატერიალებული პრინტების 99% არის უბრალოდ ორი განსხვავებული მასალა. არავინ ან page double და PLA support-ი, PLA double და page support-ი, ან TPU PLA support-ი ან რაღაცა. TPU წყალში ხსნადი support-ი, ან ABS-ი რაღაცა. ხო, რა. რაც ერთმანეთს არ ეწებება, მაგრამ რაც ერთმანეთს არ ეწებება, ადევს და შესაბამისად რო ააძრობ support-ს ძალიან სუფთა ფინიში შეგიძლია გქონდეს, იმიტომ რომ რაღაცა 0-ზე აყენებ მაგ დროს უკვე support interface დისტანციას higher-ში აღარ იმაშვება და ის უსიამოვნო რაღაცა ჩამოკიდული ძაფებივით რაღაცა მახინჯი ადგილები რო უჩდება ხოლმე ნიუთებს აღარ უჩდება. და ანუ ეგ არის რაღაცა მთელი შენი მულტიმატერიალი ჩათვალე. ანუ ფერები კიდე ბევრი არის, მაგრამ ანუ ეს ვთქვათ უფრო პრაქტიკულ მომენტებში ორი ნოზლი კიდე მეტი არის. ფერებისთვის AMS-ი ისევ აქვს, როგორც რაღაც ამის თავის წინამორბედს ჰქონდა AMS-ი და P2S-საც აქვს AMS-ი, არა tool changer. ერთი რაც გაგეთ საინტერესო ალბათ ფასის მოგებისთვის ტურისთვის არ ვიცი, ერთი ნოზლი არის ჩვეულებრივი სტანდარტული ნოზლი, რაც უკვე რამდენიმე წელი აქვს და მეორე ნოზლი არის 10 წლის წინანდელი. Bowden setup-ი, რომელიც ანუ გიერებს და ნოზ შორის კიდე ერთი Bowden tube არის, რომელიც შეიძლება გადდეს, შეიძლება გაიჩხირო, შეიძლება რაღაცა დაემართოს მანდ რა. და ალბათ მაგითი TPU-ს ადვილად დაბეჭდავთ პირიქით. ნელა. ხო, რაც ანუ მაგაში კი შეიძლება გაიკვირხოს და რაღაცა. კი, ხო და ნუ ის ანუ ის მეორე ნოზლი თავიდანვე რაღაცა დამხმარე მეორე ხარისხოვანი ნოზლად არის ჩაფიქრებული, რომ უბრალოდ support-ები აკეთოს. და მეორე კიდე არის მაგის ინჟინერია და Discovery-ზე რო იყო ხომ და სხვა გასცემებში მანქანის აეროდინამიულობას, რაც დროხის აეროდინამიულობის ჩემბერი რო არის. მეორე ნოზლს, ანუ ამის გაგრილების სისტემა, თუ ნოზლების როგორც არის. სამხრეს ნახევარი სისქე არა, ანუ 3/4 სისქე არის მარცხენა ნოზლთან შედარებით. და ნუ როგორ აქვს შიდა გეომეტრია გაკეთებული, ისე რომ ანუ ერთნაირად უბერავს ორივე მხრიდან. ერთნაირად უბერავს ორივე მხრიდან, თუ ცალი მხრიდან უფრო კარგად გააგრილებს ვიდრე მეორე მხრიდან და მაგითო მოდელს როცა დაასლა ისეფციას უნდა გათვალო რაც კუთხეები რო ანუ აქედან უფრო კარგად გაგრილება ჭირდება ვიდრე მეორე მხრიდან თუ ანუ ერთნაირად უბერავს. ნუ ეგ უკვე ცალკე ფილოსოფია იქნება ალბათ. მაგრამ ნუ არ ვიცი მე მოგეთ რაც მეტი თვეები მეტი ნოზლი მე მაგეთკენვა რა. ხო და
მარტო $100 მეტი როგორც ფისზე ის არის. აუ კი ბამბუს ტალღაზე კი, ვარ, ბამბუს ტალღაზე ვარ, ეს სექცია ბამბუ. ხო. ყველაფერი ბამბუ კარგი და ცუდი. კარგი უკვე მოურჩით. კარგი მოურჩით, კარგი რა დარჩა ბამბუჩა, არა. მე ექს მაგარია. ექს თუ დი, რაცა. ანუ ვინც იცით რა დავარქვათ ამ არსებას არა და ლაბუბუ ქვია სახელი ლაბუბუ. არა აქ ნახეთ მაღაზიაში ზიმომო იყიდება ალბათ ეგ არის ზუსტად აი ბამბუს Maker World-დან გადმოწერილი ლაბუბუები. რაც მოხდა ანუ ლაბუბუს შექმნა კომპანიამ უჩივლა ბამბუ მეიკერს რომ ჩემი ინტელექტუალური საკუთრება ეს ლაბუბუ რაც არის შენ Maker World-ზე დევს და ამოიღე და არ მის არის უფლება რომ მან დადოს. ხო. ბამბუმ ჩვენ მე არ მიქნიაო, მაგ თავიდან. ხო. ბოლოს settlement-თან მივიდნენ, იმიტომ რომ რაღაც ანუ რა ქვია ამ ლაბუბუს კომპანიას არ მოგწონს. რაღაცა ერქმევა. და ნუ რაღაც აჩვენეს რომ ამ კომპანიის 40% შემოსავალის ლაბუბუებიდან მოდიოდა და ნუ რაღაც ამ ხელა ბაზარში შემოხვედით ისე რომ არაფერს არ გვაძლევთ ძმა და მოკლედ ბოლო სერიაში როგორც იქნა ბამბუმ რაღაცა სასამართლო წააგო იმიტომ რომ აი ის არის რა ინტელექტუალური საკუთრება ჩინეთის გარეთ რამდენიც არ უნდა მოიპარო ჩინელებს არ ადარდებთ მაგრამ ორივე ჩინეთში რო არის ორივე ჩინეთში რო არის მე უკვე მუშაობს სამართლიანი სასამართლო რაღაცა ფარგლებში მაგრამ ეს არის ბევრი ლაბუბუ კი კლონი იყო მაგრამ ზოგი ბევრი მოდელი ასევე იყო ანუ ჩემი ვერსია ლაბუბუსი რა ანუ რაც ვიზუალად იცოდი რომ ლაბუბუ არის მაგრამ ანუ ეპიზოდე რომ არაოფიციალური არის რა ხო ეგენიც აღყავა ეს აი ეგ უკვე არ მოსულა ხო ეგ მე მგონი იმაში არ ჭდება მაგრამ არ ვიცი ჩინეთში კანონირებდა თავს ხო ფერგიუს კანონი საერთოდ თუ აქვს რა იმიტომ რომ დავშიტა ხან დასავლეთისკენ აი მიმბაძველ ლაბუბუებს რომ ო ჩემი ლაბუბუ თავის რაღაცა ნახევარმთვარის ფორმის სახით ან რაღაც ეგეთი პაროდია ფერგიუსია რა ან რაღაც ხო მათ ანუ პროცენტულობათან საჯზე დამოკიდებული არის ამდენად ჩაგითვლის ფერგიუს და რაღაცა ეგეც არის და თან რისთვის იყენებ ანუ უმეტესობა ფერგიუსი არის ანუ ფერგიუსის არის თვითონ რასაც იყენებ არ უნდა იყოს მთავარი ანუ უნდა იყოს დამხმარე მაგრამ მთავარი შეიძლება იყოს თუ მაგას იყენებ როგორც საგანმანათლებლო რამეს ანუ თქვათ მარტო თქვით აი უნივერსიტეტში მაგალითად პიკაჩუს ანატომიას რო ასწავლიდან არა აი კინო რო აიღოს ნებისმიერი ანუ უბრალოდ YouTube-ზე რო დადო კინო ბრახ დაგადებენ ეგრევე მაგრამ თუ კინოს აჩვენებ და თან ეუბნები რომ აი აქ ეს განათება ასე გააკეთეს იმის გამო რომ ეს ეკეთება და რაღაცა აქ ეს სახეები ამასე და ხის ინტელექტუალობა შეგით რაღაცა ანუ მასე თუ იყენებ მაგდროს შეგიძლია გამოიყენო კატები ხო? პირდაპირ უფრო დიდი ალბათობა კომენტარს თუ აკეთებ თელსი გრძეზე და ასე. ხო, ანუ უფრო დიდი ალბათობა, ანუ საგანმანათლებლო თუ არის, ანუ განათლება არის მთავარი და არა კინოს ყურება მთავარი ისე რა. ანუ მას შეგიძლია ანუ თუ წარმარა აპაუზებ და ტვინს ბურღავ, შეგიძლია რომ კინო ადრიცო რაღაცე კონტენტი. ანუ დაახლოებით, მაგრამ იქაც არის რომ ანუ გაჩე ისე რამსაჯი მოვა რა შტატში იქნება რა ქვეყანაში რაღაცა არის ხომ რომ ანუ არა, არ შეგიძლია საგანმანათლებლო სიტუაცია შეგიძლია მარტო უნივერსიტეტში და სკოლებში. ანუ YouTube-ზე საგანმანათლებლო არ არსებობს ჭყალებში თემა არა. მოკლედ ლაბუბუები აღარ არის მიკროზე რა. ხო და შემდეგი არის რასაც ანუ გენერირებული AI-ის მოწინააღმდეგე პერმაიცის უკვე რო ვარ და ეს ნიუსი მე ძალიან რომ მეწონა რაც არის მეში AI რაც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ახლა გენერირებაში და Maker World-ი დაუპარტნიორდნენ. და ანუ Maker World-ზე რამდენი მოდელი არის და ახლა მეშის მაგის გამო რამდენ მოდელზე წვდომა აქვს და რამდენად უკეთესი მოდელების გაკეთება შეუძლია, იმიტომ რომ უკეთესი მოდელები აქვს სასწავლებლად. ხო. მარტო მაგრამ ისა რომ არავის არ ეკითხება, ანუ ვინც გააკეთა ეს მოდელები. ხო. ისე ინტელექტუალური საკუთრება. კითხა ვინმემ რომ აუტვირთეს ამაში? არა. ხო. როდის კითხეს ვინმეს რამე? როდის ეკითხებიან ვინმეს რამე? ხო. ანუ ისა Facebook-ის AI group chat-ებში
რომ უბრალოდ ზის და ქართულს რო სწავლობს. ვინმეს კითხეს რამე? არა, ნუ TOS-ში კიდე წერია, რომ ანუ TOS-ში მაგრამ აქაც დაამატე. საერთოდ არ იყო მე რომ მაგ TOS-ზე თანხმობას დავაჭირე და საიდან გაჩნდა? მაგაზე არის ახლა ბევრ ქვეყანაში დავა სასამართლოებში. რაც ანუ TOS-ი ხო არის კონტრაქტი. კი. და მე და შენ დავდოთ კონტრაქტი, რომ ანუ შენ აკეთებ ამ საქმეს, მე გიხდი 500 ლარს. ხო. რა. და მე ყოველთვე რაც შეგეკეთებ ამ საქმეს, მე ყოველთვე გიხდი 500 ლარს. და ანუ გავწყვიტე რომ ანუ მოდი ჩემ ხარეს ჩავასწრებ არა, მარტო 250 ვხდი. შენ არც გიგითხარი, მაგრამ კონტრაქტზე უკვე მოწილი გაქვს, უბრალოდ რაც გადაუსვო და მაგაში ჩავწე. და ეგ და რაღაც გიწერე რომ როცა მინდა მაშინ შემიძლია რომ შევცვალო ეს კონტრაქტი. ხო, ანუ except ხო რა ანუ არალეგალურობაში გაყავთ ეგ და ანუ ეგ რომ ბევრი კომპანია ანუ გააკეთებს მაგას რომ ანუ ამ კონტრაქტის ცალმხრივად შეცვლა შეგვიძლია როცა გვინდა როგორ გვინდა და შენ არაფრის თქვის უფლება არ გაქვს და რას დავთანხმდი საერთოდ ანუ რასაც ვიტყვი იმას დათანხმდი რეტროაქტიულად რა ანუ ისეთი კონტია და ანუ აქაც იგივე არის ანუ სადაც ანუ მოდოცოთ ვითავ გინ კიდი გინ უფასოთ მაგრამ უბრალოდ ანუ გააშერო მოდი აჰა შენ კონტრაქტი ამას ხელი მოაწერე და რასაც ვიტყვი ყველაფერს ავტომატურად ეთანხმები მაგის მერე რა ხო და მაგაზე მინი პოლიტიკალ იდეოლოგიაში გადა ტრამპა რომ მოიგო ეხლა თავისი სასამართლო თავისთან თავის მოუგო ანუ ვის რა მოხდა მაგალითად IRS შემოსავლებს საგადასახადო ბიუროს უჩივლა რომ შენ ჩემზე რაღაცები რო ილაპარაკეო არალეგალური იყო რა ან defamation რაღაც არის და 1.7 მილიარდი დოლარი მოიგო მაგრამ მაგ მოგების ან კონტრაქტი რაც გააფორმეს ქვედა პუნქტები იყო თან რომ ანუ არც ტრამპს არც მაგის ოჯახს ცხოვრებაში IRS-ი აღარ შეეხება რაც რა უნდა ქნას და IRS-ში თავის სასტავი არის თვითონ თავის სასტავი და ანუ იგივე პონტი გამოისეგეთ ანუ ძალიან მაგარია ხო მიშვილოს თან განეცა რომ იმიტომ კი არ ტრამპი მომწონს იმიტომ რომ გადასახადების გადაღება არ მინდა მაგრამ თან ისა კი გადავიღალ პრეზიდენტ ტრამპ კი არა როც აღარ იყოს როგორც იცი პროექტა პიროვნება ტრამპს ხო არა შენი ანუ ეგ პრეზიდენტ რომელიც აღარ იყოს მე კიდე გაგიზრდება ანუ აი ეგ მან მაგას ალბათ მითიური კონსეკვენსები ექნება მომავალში მაგრამ ნუ აქაც იგივე რაც ანუ უკვე maker world ან ძალიან ბევრი 3D მოდელი წარმოვიდგინე რომ აი ხელწეღან მოაწერე ხელი იმას რომ ყველაფერზე მეთანხმები და მე გამოვაცხადე რომ ხოლმე ხარ რა დონალდ ტრამპი არის სოფლიოს პრეზიდენტი და შენ ხოლმე ხარ всё მორჩა ანუ დაეთანხმე უკვე მოწერილი გაქვს ხელი რომ სოფლიოს პრეზიდენტი ერთადერთი ეგაა მაგრამ ხო ამაზე რომ მარსამდე ეგაა ამაზე რომ გავუძოთ ანუ maker world-ზე ვინც ატვირთა მოდელები ანუ ბევრმა წაშალა თავის მოდელები და ბევრი საერთოდ თავისი აკაუნტებიც ანუ ამუშავა რაღაც ანუ არ ეთანხმება რომ თავისი ნაშრომი რომელიც უნდა გაუძლოს რომ AI მოიპაროს სტილი ხო უბადრუკად მოიპაროს სტილი მაგრამ მაინც მოიპაროს სტილი ისწავლოს შენი სტილი და ნუ ეს არის ვიღაც მილიარდელიან კომპანიას თუნდაც ანუ $20 გადაუხადა თოკენებში რომ გადმოგკეთოს იგივე და პირდაპირ ანუ პირდაპირ ჯიბიდან გაცლის ფულს და თან იმაშობა ანუ არ გეკითხება არც გეკითხება ჯიბიდან გაცლის ფულს და კიდე იქით შეიძლება რაღაცა შეგაწებას ზემოთ ანუ მე ჩვეულებრივი მონათმფლობელობაა პოსტფაქტუმ რა იმიტომ რომ ანუ ხო რა ვიცი მაგრამ ამის მინუსი მე კი რაც არის ბევრი ვინც კარგ მოდელებს აკეთებდა რომ წამოვიდა და ეს მე თავისივე გენერალური მოდელები რო დევს ისევ და ის მაგერ მოდელებზე რო სწავლობს ანუ იმენა მე 15-16 და 16 საუკუნის მე ფრანგი და ევროპული მეფეები ერთმანეთის შვილი დაძმები და ყველაფერი იყო ანუ ეგ რაღაცა რო გამო AI ინცესტზელობა რა ხო რა თავისივე გენერაციას განიცდის AI თავის თავში რო ტრიალდება ეგ არა ანუ მით უფრო მეტი ადამიანი წამო მით უფრო ბევრი ნაგავი დარჩება და ისევე ნაგავს და ანუ რამ ანუ ეგ არა კომპანიებს შემოწოს ხშირად რომ ანუ long term gain ხო და არა თან პრობლემა რა ანუ ხვალ მინდა 100 ლარი კიდია რომ ორი მერე გავაკეთე ბილიონს რა მინდა დღეს ხვალ იმაშობა რომ რაღაც ლამისა მანქანაში შემოგიძრეს უკვე მე მგონი რაღაც ღილაკები აქვს კი არა და ანუ თვითონ მანქანის ინტერფეისში რაღაცები არ ემატება
აი ეს კანი რო იყო ახალი რომელიღაცა მაგრამ ორი რაღაც არის თვითონ მანქანებში როგორც პიპ მანქანებში არა მანქანას ამ შემთხვევაში პრინტერს ორივეზე გადავმა ჯერ პიპ მანქანები ჯერ ხო ჯერ მანქანები ანუ ეხლა დაიწყო ძალიან ბევრი ანუ open source community და ეს ვთქვათ პირატულობა არა მაგრამ პირატულობა შეასრულა გადის სადაც ანუ ვერ ახალ მანქანას ხო თავისად ბორტ კომპიუტერები და რაღაც აქვს და აქ Wi-Fi და ან GPS-ი რაღაც რომელიც ანუ GPRS-ი რაღაც ინტერნეტთან კავშირი მოკლედ და ყოველ შენ დატორმუზებას, აჩქარებას და რაღაცებს გადასცემს კომპანიას. რომ იმათვე იცოდნენ, ანუ იცოდნენ როგორ ატარებ, რომ რაღაცა ანუ წესით იმისთვის რომ ალგორითმები თავისი ავტოპილოტის რაღაცები გაუმჯობესონ, მაგრამ მაგ ინფორმაციას ყიდიან. და ერთ-ერთი ყველაზე დიდი მყიდველი ვინ არის? ვინ? დაზღვევა. სადაზღვევა კომპანიები. აუ მე გადავები. და რო იციან რომ შენ დებილურად ატარებ, დაგიმტკიცოს რომ რო რაღაცა ან კიდევ ინასტარ გაკეთებს უბრალოდ ფასიანობას. ან უბრალოდ ისა რომ რაღაცა შენ ამას რეაქციის საშუალო დონე აქვს დაბალი რაღაცა ყველა რაღაც ადამიანები 200 მილიწამში რეაგირებენ ხოლმე შენ რეაგირებ 400 მილიწამში შესაბამისად შენ რო დაილეწები აღარ აგინას გაურვებ და რაღაცა ეგეთი ან სანამ დაზღვევაზე კონტექსტ მოაწე ანუ შეიძლება ის ვარი $200 შენ იქნება $700 რა ანუ ეგეთი რაღაც და ბევრი ანუ open source-ი შეიძლება ანუ ასწავლის ხალხს ეს ჩიპები როგორ დალეწოს ესე ვთქვათ ან გაუთიშოს რომ ეს ინფორმაცია არ გადააგზავნოს საერთოდ მანქანაში ინტერნეტის ზომა რა თმინდა ხო ანუ საერთოდ თუ რაღაც ანუ ტელეფონით ან Google Play Google Cars რას ან Apple-ის რო არის Apple Cars-ად ანუ ეკრანიც აქვს ანუ ვიდეოს ყოფნა გინდა ის ვიდეოსაც უყურებ, მაგრამ თუ რაღაცა ანუ hotspot-ით მიერთე და არა ისეთ მომდია რა რომ ოთახში რო კომპარტიის წარმომადგენელი მინდოდეს დავპატიჟებდი ჩაიზე რა ანუ მაგრამ რო არის და რო არ უკითხავს რაღაცა სიდან ჩამოვიდა ხო და მეორე პრინტერებზეც ხო კალიფორნიაში მის ხმაგაზმა რომელიღაცა შტატში მიიღეს ეკანდელობა რაც არის რომ 3D პრინტერში უნდა იყოს ისეთი ალგორითმი ჩაწერილი, რომ გაიგოს იარაღის ნაწილს პრინტერზე ბეჭდავ თუ არა. რაც ეს ალგორითმი უნდა შეიქმნას ახლა მაგ შტატში 2028 წლისთვის და უნდა შეამოწოს მუშაობს თუ არა თვითონ იმავე კომპანიამ. იტყვიან რომ მუშაობსო. მაგრამ ანუ და შევკრითო ცალკე დეპარტამენტსო სამსფოში რომელიც ანუ გარეგულებს და დაწერს როგორი უნდა იყოს ეს ალგორითმი შეუძლებელია ეგ ალგორითმი არ ვიცი კიდე ის დაწერონ რა ვიცი თოხის საკონტროლებელი ალგორითმი დაწერონ იმიტომ რომ ყოველთვის შეიძლება რომ აი იყოს ვიღაცა თოხი და მეორე ადამიანს თავს ჩაარტყას ანუ თოხს ეგრე მოეხუმრებით ცივი არაღია გასაკონტროლებელია ან ჩაკუჩი ყველა საქმეში წარმოიდგინე რომ ყველა თოხში ტარში გამოცხადდა რომ უნდა იყოს ალგორითმი რომელიც აღიქვამს თავში უმიზნებ თუ იატაკს ხო რა ანუ აი ზურგიდან თუ წამოიღე თოხი ეგ უკვე არ შეიძლება რა ანუ როგორც წესიერმა ადამიანმა ესე ოდნა უნდა დაარტყა რა და როგორც კი თავს ზემოთ ძალიან გადაწევ ეს ალგორითმი უნდა აქტიურებდეს იმას, რომ თოხის ტარი გიფეთქდება უბრალოდ და რაღაც მსგავსი ისაა რა, რომ რა ეღირება მაგის მერე ერთი თოხი. ხო და აი ეს ფუში ძირითადად მე მგონია უბრალოდ ის, რომ ისევ და ისევ იგივე ჩვენ ყავს ვაჭრები მოკლედ. ადრე გვაქვს ამაზე ალპარკები, რომ რაღაც ამერიკული ამერიკელი მწარმოებლების დასაცავად ხდება. იმიტომ რომ რას გეუბნები რა აი IAP-ის სამომხმარებლო 3D პრინტერების ბრენდი ამერიკული არ არსებობს. ანუ ეხლა არის თეორიულად პრუშა. პრუშა ანუ ამერიკაში წაწარმოებენ. არა ამერიკაში წაწარმოებენ, მაგრამ IAP არ არიან. შედარებით ანუ შემდეგი ამერიკული პრინტერი სტრატასის. ხო და რას გეუბნები რა ანუ მე მგონია რომ აი ამ სიტუაციაში სტრატასის იყრის იმაში ფულს რომ ქვეყანაში ბამბო არ შემოდიოდეს და ქრეალით არ შემოდიოდეს. $300 და $500 და $700 მანქანას. ცალკე რო კომპიუტერს უყენებ რომ აკონტროლოს ფორმები, რომელსაც ვერ გააკონტროლებ, იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი ნამდვილ და სათამაშო იარაღს უზარმაზარი თანაკვეთა აქვს. ნატილები რა. კი, ანუ ხო
ანუ სათამაშო და ნამდვილ იარაღს განასხვავებთ მარტო ფუნქციონალური ნაწილების ხარისხი რეალურად რა. რომ ნემსია ნამდვილ იარაღში და სათამაშო იარაღში არის რაღაც მატრაკვეცობა. და მე კი გქონდეს რომ გამონაკლის დაუშვებთო ავტორიზირებულ აი პროფების ან სათამაშოების გამკეთებლებისთვის. ხო. ანუ ეგ ავტორიზაცია როგორ უნდა გაიარო, ამ ხელა უნდა იყო რომ უნდა დარეგი ხო. აი გაშუცებული რა ხომ მე მივალ და მე სათამაშოები მეთოჯინეების რეესტრში გავივლი. მაგრამ ერთი რას ანუ სექსონ ფენდერების რეესტრში უფრო ძნელი იქნება მოხვედრა ჩემი აზრით. მაგრამ ერთი ათარი არ ვიცი რა ბამბუს მოგეთ ეს ამოჭრა. მაგრამ მარტო სადაც ესე არა. რაღაც მომენტში ანუ ეს ვთქვათ კარზე სიტყვა როგორც არის რა თუ ანუ ჩიტმა ამბავი მომიტანა თემა არის ბამბუც ერთ-ერთი არის ვინც მაგისთვის იბრძვის. ხო, რაღაც ბამბუს ისევ ჩიტის გაგონილი ამბავის თემა არის, ანუ დამტკიცებული არ არის, მაგრამ ანუ ჩურჩული თავის კომპანიებში და ანუ ბაზარზე რაც არის, ანუ ბამბუს უნდა რომ კონსოლიდაცია მოახდინოს აზრით? არა, თავისი პრინტერები ჩაკეტოს. იმბოჩან ანუ მარტო ბამბულაბs ფილამენტი ეგ ჯერ არა. მაგრამ ბამბულაბმა მარტო Maker Wall-ში ან Bamboo Studio-ში დასლაისებული, ან მარტო Maker Wall-დან გადმოწერილი უკეთესად დასლაისებული G-კოდის გაშვება შეეძლოს მარტო. და Maker Wall თვითონ ხო აკონტროლებს. და მეგარი რომ ანუ ის არის, რავი რა, მაშინ დროზე ჩაკეტოს რა თავისი ამბავი და ეგ უფრო რეალისტური არის. და უფრო იაფი ბრალებში მაგის გაკეთება. ვიდრე ბორდ კომპიუტერი, ანუ პრინტერს გაუკეთო კიდე ჯაბახან კომპიუტერი, რომელიც ყოველ საათში ერთხელ რაღაც ნახავდება, რომ ანუ ვიღაცამ ახალი სხვანაირი დეტალი მოიფიქრა, რომელიც ანუ წინა სეტში არ არის და უნდა ჩაემატოს, რომ ამის დაბეჭდა შემიძლია, აი ამის დაბეჭდა შემიძლია. უბრალოდ ის არის რა, რომ აი ხელოვნური შესვლის ბარიერის ამაღლება მიდის რა. ხელოვნური რაც არის, მესეთ ანუ რაც ანუ ვინც იარაღს ქმნიდა მაგით, ანუ ესეთი არავინ თქვენი მეგონი მაგით იარაღს არ ქმნიდა, რაც ანუ ერთჯერადი არის. არსებობს დედამიწაზე და ისინი რა ვქე ჩარხები, მეტალ ანუ ეგეც არ არის საჭირო. მაგრამ როგორ ანუ მაგის პლასმასი არ შეჯობია მეტალს. ამიტომ მაგის არ, მაგრამ რეალურად ანუ სკოლებს, უნივერსიტეტებს, საგანმანათლებლო სისტემებს, ანუ პროდუქტებს, ანუ ჩვეულებრივ ტიპებს უფრო უშლიან მაგის ქონას და ებრძვიან ეს თქვა და უცხოურ რაღაცებს, ვიდრე რეალურად იარაღს. ანუ ვისაც უნდა იარაღს გააკეთება, გავააგერ დომინოში, აიღებს ლურსმას, რეზინკას და PVC ბილს. всё. ჩვენთან ეს არ გაგიგია. არა, ანუ ისა რომ ვისაც უნდა გააკეთოს. ბიჭო, რა ვითხოვ? ან ვისაც ხილი აკრძალეთ, შვილდისრები კეთდება. ან ეგეც არის. აი გავცდეთ ამ თემას დამყავა. ვორონის ისინი, ანუ ნაწილები რაც ან პრინტერებსაც შეუძლიათ მაინც გააკეთოს, რაც ანუ ეგ არის მარტო 3D პრინტერების გაყიდვა აიგზალება, რომელიც ექს ალგორითმი არა. მე არ ვყიდი 3D პრინტერს. მე ვყიდი აი ეს რაც არის ყუთი. ხო. და ცალკე ვყიდი თულღეთს. იმადააწყო პრინტერი, მე არ გამიყიდია პრინტერი. ხო, აი ეგ ვიყიდე ცალკე ისე. და თან არა ყველაზე ის რომ ამერიკაში რო ხდება. მაგ კანონმდებლობაზე, ფუში ქვეყანაში, სადაც ანუ იხჩობიან იარაღში. მე მგონი იქნება ერთი დადასტურებული შემთხვევა იმისა, რომ ადამიანი მოკვდა, იმიტომ რომ გლოკი ქონდა ფილტრში გაჭედილი. იმიტომ რომ ეგ სუპზე გადაყვა. ის იმიტომ კი არა რომ ვიღაცამ გადაუგდო. უბრალოდ მაკარონში იყო გარეული. ხო რა, მაკარონში ეყარა გლოკები და ხელში რაღაც მაგდენად ყოველად გაუკონტროლებელი და არაფერ ჩუტიმენ იხჩობიან იარაღში და ანუ მიადგნენ იმ დეპარტამენტს და იმ მიმართულებას, რომელიც საერთოდ ვერ აკეთებს წესიერ იარაღს. არც მუშაობს მაგათი, არ მონაწილეობს მაგათი. მე რო დავუბრუნდეთ ის ბამბულაბზე, კიდე ერთი ცუდი ნიუსი ბამბულაბზგან მე ცოტა პაუზა ავიღოთ კაი რაღაცეებით და მე ისევ დავუბრუნდეთ სხვაცებ. ერთ დეველოპერმა აიღო ბამბულაბის ძველი open source კოდი. გააკეთა ფორკი, რადგან ბამბულაბმა თავის ახალ განახლებაში ის ხო უნდა გადაუხდოს. ანუ დამატა ეგ კოდი, რომელიც ბამბულაბმა ამოიღო, რაც არის ჩვენი ორკა სლაისერი, რო ელაპარაკებოდეს ბამბუს პრინტერებს. კი, და უჩივლეს. ხო, და უჩივლეს, რომ ანუ ჩვენი საკუთრებად რაღაცა გატეხეო, მოიპარეო, არ და გითაბზე უდევთ. ხო.
GitHub-ზე უდევთ და თან კიდე ანუ ორკას ანუ ის არის open source ის აქვს აღებული თავიდან ანუ თვითონ აქვს საერთო საკუთრება აქვს მისაკუთრებული ეხლა ცოტა კომუნისტურად ჟღერ მაგრამ ხო რა ანუ საერთო საკუთრება დაისაკუთრეს გამოცხადეს რომ ჩვენ მოვიგონეთ და გააბანძეს უფრო მეტად მაგრამ გადაუბრალთან თვითონ რა სიძახია რომ ანუ რატო არ დაუბრუნეთო ეს რაღაცაო open source-იო უკანოდ რაც გავაკეთეთო რაც ანუ ეს ნაწილიო რომელიც არისო კოდიო რომელიც ალაპარაკებს ჩვენ Bamboo Studios და პრინტერს ეგ არის ჩვენი საკუთრება ანუ ორკასთან არაფერ შუაში არ არის არ მუშაობს მაგის გარეშე და მაგიტო ეხლა თვითონ მაგტიპ ანუ რომ მივიდა წერილი და ალბათ რაღაცა 3 ლაინი კოდია რომელიც პროსტა იმას ქნა ტიპი ხო მაგრამ ის ანუ ეხლა ამან რო გავაკეთე ეს ანუ Bamboo მიწერა ძალიან ისეთ წერილი რომ ანუ ან ჩამოიღე ან ხავთ სასამართლოებში და რაღაც და ანუ ერთი ტიპი როცა ხარ ანუ აიღო საშიშად გამოიყო მაგრამ Streisand ეფექტი დამალრონა ყველამ გაიგო და ეს Gamers Nexus 3D Musketeers is Louis Rossmann და მაგ ყველამ ოპა Bamboo ცუდი რაღაცა ქენი შედეხლა და საერთოდ უშუალოდ და ეხლა AGPL ლიცენზი რაც არის ნუ თან უშუალოდ თან თვითონ ეს კოდი ყველა მატვირთა საერთოდ ვისაც არ დაეზარა და სადაც არ დაეზარა მაგრამ ნუ რა ვიცი. ხო და ეხლა ეს ერთი კომპანია რომელიც ანუ ანუ open source ლიცენზიებს წესით განკურნავს და განაგებს აგროვებს საერთოში $250,000 რომ Bamboo-ს დაახეთქონ თავზე კაი ხოშიანი კოდი. ხო ანუ უკვე დიდი ხანია საჩუქრად პრუშაც ვერთებ რაც ანუ პრუშა სლაისერს დაფუძნებული არის Bamboo-ს და ანუ ორკა სლაისერები და მაგ პრუშა სლაისერშიც არ დაუბრუნებია არაფერს ის Bamboo-ს. არც ორკაში დაუბრუნებია არაფერი Bamboo-ს. დააბრუნებენ რა ვიცი არიან გლეჯენდი. მაგრამ ხო open source რო არის ბაზრის ლიდერები არიან და ბაზრის ლიდერები გახდნენ რით რა ანუ მოხდეს კარგი წარმოება მაგრამ ანუ რა ისე არაფრის აღმოჩენა არ დაჭირდათ ტიპებს. ერთადერთი რაღაცა გამოიგონეს თვითონ Vortex-ის სისტემა და ბანზია. ანუ ცოტა ხანი რომ მოეცადათ და Bontek-ი რო დაეკოპირებინათ იქნებოდა Bontek-ი უკვე იყო. Bontek-ი უკვე იყო მაგრამ ეთქვა ამათა ვერ მოიწოდა. გაყიდვაში არ იყო მაგრამ ანუ ეს ოქტომბერში თუ ნოემბერში გამოუშვეს ექსოდი ანუ ეს Vortex-იანი ანუ მარტში თუ იანვარში გოვრას კონფერენციაზე Bontek-მა უკვე აჩვენა თავისი ეს ნოდლები 7 თვით ადრე. და 7 თვეში ის რაღაცა მოიქცეს. ანუ კი ლამაზია, მაგრამ ხო და კარნისებზე. რაც არის ეს მიკრო ნემსები ბევრ მოითქვის ორიგინალი რა ამბავია. ანუ აი იმას აქვია ფოთოლი რო არის ჭინჭარი. ხო, ან ჭინჭარს როგორც აქვს, აი პატარა ნემსები, ან ბერსოკოს და წყალცენეს და რაცებს აქვს პატარა ნემსები, რომელშიც არის რა სითხეები, რომელსაც გამოყოფს. და გააწყდეს, რომ იგივე ნაირი ნემსები დაბეჭდონ, რათა უფრო მარტივი მედიკამენტოზიტაცია თუ როგორც არის. ანუ გააკეთონ სტიკერები, რომელიც ანუ მედიკამენტ შეიყვანს თავისი რაღაცა დროით. და ხო, მუღამი იმაშია, რომ ეს მიკრონემსები ბიოდეგრადირებადი მასალით მზადდება და ამ ბიოდეგრადირებადი შიგნით მიკროდოზა არის. თვითონ ნემსის შიგნით აი ბუთბუჩა რო არის გულში. და ასე შემდეგ. ბევრი სხვადასხვა დიზაინი იტესტება. მაგრამ მუღამი რა არის, რომ მედიკამენტი არის აი ამ იმის გულში და დაუშვათ რაღაცა ჭინჭარივით როგორც აღინიშნა. პაწაწკუნდელა მიკრონემსებიანი პაჩი შეიძლება მოარგოს სახეზე და ადამიანს ან რაღაც უხერხულ ადგილას ან ასე შემდეგ და გაცილებით უფრო თანაბარი გაშვება ხდება ერთბაშად, იმიტომ რომ ნუ პაჩი დაიკარი დიდი დაზიანება არ მიუყენებია კანისთვის, როგორც დაუშვათ ის რაღაც ნეიმსით ხდება რომ უნდა გაარღვიო ყველაფერი და გამოძვრე და ნუ უნდა შეხორცდეს მერე ის მაინც. ხო და აქ ბევრი გადანაწილებული მიკროდაზიანება გაქვს და რილისი თანაბარ დროს, იმიტომ რომ რაღაც თვალსაზრისით 4D ბეჭდვა არის, იმიტომ რომ ნუ რაღაცა დაბეჭდე და დროში იცვლის პროპერტიებს, ამ შემთხვევაში დროში და ტრიგერი არის ის, რომ სხეულს შიგნით აღმოჩნდა დეგრადირდა მასალა, გაიწოვა სხეულში, არაფერი არ დაუშავებია და ცალკე თვითონ ნემსი საკვებად გაიწოვა
და ნემსის გულში არსებული წამალი წამლად გაიწოვა. აი ესეთი რაღაცები არის. მეორე პლუსად ესეთი სტიკერები პატჩები არსებობს. ხო. მაგრამ ეს სტანდარტული გოთ ოთხკუთხედებიან წრეები რაღაცეები იყიდება დაიკარი, მაგრამ ეს არის რომ ეს რომ დაიკროფ ესეთი ნემსებით რა კუთხით შევა რა სიგნალზე შევა გაურკვეველი იქნება. თან ეს ნაძვისხესავით ნემსი შეგვიძლია ეს პატარა რაკეტა წინასწარ შეგვიძლია აიღო სხეულის სკანი ან დასკანი რომ ან სურათისაც ან ჩანს გეომეტრიას სხეულის და იგივე ზომის და ფორმის ეს სტიკერი გააკეთო რომ ეგრევე დაიდოს და ნემსები ყველა მიმართულებიდან შევიდეს როგორც საჭირო არის. და ზოგადად რაც 9 მმ-ით შევიდა და 1 მმ-ით, ანუ ის 9 მმ-იანი და 10 მმ ერთდროულად რომ გაიწოვოს შანსი არაა და მაგიტომ ერთნაირად ჩაუხსოს რა. მაგრამ ისე უბრალოდ რაღაცა სტიკერი რომ დაგეკრო და მე დაგიჭყლიტას. ხო, კიდევ არის უყალბი. მეორე ისე რომ შეგვიძლია ნემსი გააკეთო, თქვათ რაც წამალი შეიძლება გჭირდება 4 საათში ერთხელ, რაც 5 ნანოგრამი რაღაც. ხო, და ამ შემთხვევაში code ფენა შეგვიძლია გქონდეს. ფენა შეგვიძლია. ნემსი წამალი, მე შეგიძლია კიდე ნემსი წამალი. და ერთი ნემსი გავუკეთე და მე ის თავისით ხება. გზა გაიხსნება. და ძალიან კარგი რაღაცა არის და ისევ ამაზე კვლევები მიდის. ხვალე ვერ დაგიბეჭდავთ ეს რომ შემიკვეთოთ. ვერც მაგის პრინტერი თარგმნილი. მაგრამ რაც ეკარო, მე საინტერესო არის ბუნებაში. რამდენი რაღაცა არის კარგი, რაც არ ვიცით ან ეხლა ვსწავლობ და ეხლა უკვე ისეთი ტექნოლოგიები გვაქვს, რომ შეგვიძლია დავაკოპიროთ. ისე როგორც გვინდა რა. ჭინჭარი ამ შემთხვევაში. მარტო ჭინჭარი არის. დაილოცოს ჭინჭარი. რომ ჭინჭრის ზოგიერთ ცხოველს საჭმელებიც კეთდება. ზოგიერთ ცხოველსაც და რაღაცებსაც ხო ესეთი ბუსუსები და რაღაცეები ან სხვა ყვავილებსაც ან სოკოებსაც რომელიც თუ შეეხე ბრა. მაგრამ იყენებ შეთვს კი. არა ის როდის იყო ის რო თქვი კოღოს ხორთუმი ცხვირით თუ რაღაცა ნესტრით რო ბეჭდავენ ტიპები რომ ძალიან ძვირიჭდება არა კოღოს მოიცეთ ხა უკან წავედი რა ყოს ეხლა ელეგუს საინტერესო ელეგუმ საინტერესო ინტერვიუ ჩაატარა ესე ვთქვათ სადაც მაგათმა რამდენიმე კომპანიისგან საერთჯამში ინვესტიციები მოიძიეს სადაც 74 მილიონი დოლარის. მათ შორის DJI-ს. ხო. ეს DJI-ს მანამდე იყო. ეს DJI-ს მანამდე იყო? მოიცა DJI-ს 73 არ მიცად? DJI-ზე რა არის 25 მილიონი. და ხა ეს 70. უცებ ვიძახი. სამიდე ბეჭდვის ჯგუფში ვიღაცამ დაწერა კომენტარში და აღარ დავაკომენტარე, რომ იცითო DJI-ს არის ბამბუო და DJI-ს არ არის ბამბუ. DJI-ს ინჟინერები წავიდნენ და დაარსეს ბამბუ. და DJI-მ ეხა ელეგუში ჩადოფული, რომ თავის ძველ ინჟინერებზე შური იზიოს თუ არ ვიცი რა ხდება მან. მაგრამ DJI-ს კიდე ძალიან წინს თავის ბევრი ინჟინერი ხო წავიდა EcoFlow ან Bamboo-ლაბი და კიდე რაღაც კომპანიები გახსეს რომელიც სერიოზული კომპანიები. მაგრამ ეხლა ელეგუს წარმომადგენელი ვინც ხო ასაპარაკობდა იყო რომ რეალურად შესაძლებლობები აქვთ რომ ბაზარზე უფრო დიდები იყვნენ ვიდრე არიან. მაგრამ არ ქონდათ სწორი სახსრები ხალხის. ანუ კარგი ზედადონის მენეჯერები და ლოჯისტიკის სპეციალისტები. ანუ ეხლა Apple რატო არის ძალიან გიჟი. ანუ ეს ლოჯისტიკა და ყველა ქვეყანაში ერთდროულად რო აგზავნიან რომ ანუ 25 სექტემბერს თუ გამოდის რა ახალი ტელეფონი 25 სექტემბერს ვინც იყიდა ყველა სააქ რა ეგ ტელეფონი საათს რამოდენს გინდა ახალ ზელანდიაში გინდა ამერიკაში გლობალური პრემიერები ხდება. ხო რა ანუ ელეგუს ეხლა პირდაპირ არ თქვა რომელი პრინტერი მაგრამ სენდური კარბონი ხო ანუ რა სხვა არ გამოუშვიათ. 2025 წლებში ერთ-ერთი პრინტერი რომელსაც ვუშვებდით ცოტა დაგვაგვიან და გამოშვებები და ლოჯისტიკური პრობლემები ჰქონდა ერთ-ერთი პრინტერი გამოუშვეს სენდური კარბონი. უნდა ყოფილიყო როდის? სადაც მარტში აპრილში უნდა გამოსულიყო და გამოვიდა აგვისტოს სექტემბერში. აჰა. და შენ როდის ჩამოგივიდა? ანუ მე ვიყიდე მე თებერვალში და ჩამოვიდა ორ კვირაში. მაშინ ვერ დავიჩივრე. მაგრამ
ის რა ეს მე პირველ ვერსიას წესით AMS-ი უნდა ქონდა, მაგრამ ის ნახრეთი არ აქვს, მაგრამ მეორეს მე AMS გამოუშვებთ და ეხლა გამოუშვეს თავის AMS-ი. ის ნახრეთი თვითონ უნდა გავუკეთო? ანუ ხო დამაგზავნებელი კაბელი არის პირველი ვერსიები ვისაც აქვს, რომ პერ motherboard-ში შეერთო და დამაგზავნე, მაგრამ დამაგზავნებაში მე ეს canvas სისტემა მიერთო. გასაგებია. მაგრამ ეგ რა, ანუ ეს ახლა 75 საერთოში 100 მილიონი რო ავიღოთ რა, რაც 2 ვიცი ძოს გაიღო, ანუ ხარჯობთ იმაზე, რომ ეს ლოჯისტიკა და upper management-იო ანუ გამოცდილი ადამიანები დავიქირავოთ, რომელს ანუ მაყურებელს დავეხმარებათ. მაგრამ ისე ძალიან დამაიმედებლად როს რა ნაწილი იცი? ანუ თუ აქამდე ძალიან ცუდი ლოჯისტიკა ქონდათ და supply chain-ები ცუდად ქონდათ დაალაგებული. და მაინც $300 გამოუშვეს ტიპი, რომელიც ამ მონაცემების ყველა სხვა მანქანა ორჯერ მეტი ღირს ხოლმე ცხოვრებაში და ბუნებაში. ორჯერ მეტი და მეტი. დაალაგონ მე რა მოხდა. ხო რა, ხო და ანუ ეგ თუ დაალაგეს მე რაში ჩადიან, ანუ რა ვაფშე ჯადოქრები უნდა გახდნენ? თუ ანუ რამხელა ანუ რამხელა გაუმჯობესების იმედი შეიძლება გქონდეთ რა, რომ ანუ სენტავრი კარბონი რა ანუ $300 უკვე ძალიან იაფი და ძალიან მაგარია და რა 250 გახდება თუ ანუ სენტავრი კარბონი ხო კონკრეტულად უბრალოდ ანუ უბრალოდ ცენტური რომელიც უკვე ღია და 200 ღირა ვაფშე. ხო. ანუ მაგრამ ანუ რაც 100 თალი გაკიდეს თუ რაღაც და მე დავაგებთ ამას და მოშეწვეს კეთება და გაკეთება. არ ვიცი რა. და ამ კარბონზე პრინციპში ჩააცვეს და $100 დაამატეს. ანუ იქ ფლეშფორჯის სიტუაცია გვაქვს ხო რა, ანუ პრინციპში ცენტური ჯობდა რომ ჩაგეცვა. ანუ კიდევ სასწავლო დიაფი გამოდიოდა. და ანუ მაგას ვკი ანუ ერთ რაც სტატიაში არის ლაპარაკი 2024-ში ბამბუმ 1,200,000 პრინტერი გაყიდა. და კრეალითემ 700,000. 750,000. ხო რა, ნუ 700,000. 700,000 ხო? ოკეი, კაი. მაინც პლუს მინუს რიცხვები რა. მაგრამ ისა რომ ბამბულებს ჰქონდა A1 mini, P1P, P1S და X1C. და მეგონი სხვა და X1 კიდე რაღაც, მეგონი 5-6 პრინტერი ჰქონდა. კრეალის ჰქონდა ენდერი. არა, ენდერიც რაღაც ის ცოტა დიდი რაღაც რო არის მოენდერო. ენდერ 5? არა, ენდერ 5 არა. CR5 თუ რაღაცა. ხო, ენდერ 5 არის ეგეც რა. თუ ენდერ max ენდერ 5 რაღაცაა. ხო. მაგრამ ანუ 3-4 მოდელმა ანუ არა, ენდერმა ძალიან ათრია რეალიტი. და შტერდები რომ კიდე ახალი გამოვიდა. ანუ რით ხო და უბრალოდ ეს არის რა, როგორ ვერ მოახერხა რეალიტიმ რომ ეგ ენდერით მიღებული შემოსავალი დაიკონვერტირები და მე სხვა მაგრამ შემოსავალი მოსდის ალბათ ანუ $100-150 რუკები სენდერებს. ხო მაგრამ რა მოგიომან რა ვიცი ენდერი არა. ანუ რა ვიცი ლამის ის ახლები ხო არ ღირს თან ენდერ 3 რა ღირს. არ ვიცი 300-ისკენ. ხო 300-ისკენ ხო და სად ენდერი 3 და სად კიდე ეს კარბონი ხო? ხო და ნუ თუ პერფორმანსით არ არის და მაშინ იმ მაგათ უნდა ჩადონ მაშინ supply chain-ებში ფული, იმიტომ რომ რაღაცას ეშლებათ. არა, ეხლა ანუ თქვენ გერაც ხო? ძალიან ბეფუცია რა, რაღაც უკან ფეხია, ძალიან ჩაჩოჩდა. იმიტომ რომ უკვე წელს უკვე ბამბუმ გადაუსწრო all time მოგებით და იმით ყველაფრით მოგეთ ანუ რაღაც ბაზრის 40%-ზე მეტი გავიდა. 37% უჭერს ხა ბამბუს გაყიდვების სამნებედრების მაგრამ აქეთ 90% ყველა პრინტერის გაყიდვების არის ჩინური ბაზრიდან. რაც ანუ თითქოს ყველა მანქანა რაც ანუ არა ჩინური პრინტერი რა დარჩა. Wonder Maker-ი, რომელიც კაცშუს აღარ ახსოვს, Ultimaker-ი, რომელიც კაცშუს აღარ ახსოვს, Stratasys-ი, Prusa. ხო და ნუ ახლა Prusa და Stratasys კი შეხედა, მაგრამ ხო რა, ანუ მოცულობებზე ვერ წავლენ. ვერ წავლენ ალბათ რა. ანუ Prusa-მ თუ ჩინეთში არ დაიწყო წარმოება თავისი პრინტერების. ანუ ჩინეთში ჩინური მატერიალებით. კი, იმიტომ რომ ხო მან ხო ევროპული მატერიალი, ანუ ევროპაში მოძიებული ბრინჯაოდები ყოველთვის დაშენებენ ევროპაში. მაგიტო უაზროდ ძვირი რა, თორე ხა ისე. მაგრამ მუშა მანქანა. ანუ რას გეუბნები რა, რომ Snapmaker ხო ნუ კლონი არის პრუსას. რაღაც მონჩი. ანუ ყველაფერი პრუსას კლონია, ყველაფერი მოპარეს. ეს ქორვანი არის უფრო ბამბულაბის გამო შექმნილი, ანუ ბამბულობის კლონი არის.
ბამბულების სტილისტიკური არის. კლონი უფრო ავიდრე. მაგრამ ეს ანუ ეს კორექსვაები ხო. სანამ ბამბუმ არ გამოუშვათ ეს ფივანები, ანუ ბევრს ეკიდებ ეს ბეცლინგერები, კარტიზანული პრინტერები არის და მუშაობს რა ხალხი ყიდულობს, რატომ თქვა სხვა რამე. და ბამბუმ ბრაგან დაადო Kickstarter-იდან თავის რაღაცები და მე ხალხმა უი გავიღვიძეთ. და დააგვირდა ყველა მეგეთ რაღაცები და დააკოპირა ზოგმა გაუჯობესა ზოგმა უბრალოდ დააკოპირა, მაგრამ არ იცოდა რას აკოპირებდა და რაღაცა შობა. ეგრე იყო ესე Ender 5 გას ეგეთი რაღაცა რა, ანუ ვთქვი Ender 3 კორექსვაი შეჩადო, მაგრამ პირველი Ender 3. ოკეი. აი რაღაცა ტოლერანსი არსებობს, ასე გითხრები. მაგრამ და მე კიდე იყო Elegum 2025 წელს, თუ 2025 წელს, ანუ ყოველი 4 ბამბულების გაყიდული პრინტერისთვის ერთი გაყიდა Elegum. ანუ 4 ერთად შეფარდება და ეხლა აი ამ ინვესტიციებით 2-3 წელიწადში ვაპირებთ რომ 2 ერთთან შესაბამისობაში მოვიდეთო. ანუ ეს ძალიან დიდი ამბიცია. ანუ შარშა მე მგონი 10 მილიონი სადაც გაყიდა ბამბუ პრინტერი. რაც ანუ ხო. და ნუ ამათ მაგდენი გაყიდა. მაგრამ ის არის, ხო და Elegum კაი tool changer-ით თუ არ შემოვარდება, ეხლა შემდეგ სეზონში არ ვიცი რა, ეს Centauri Carbon კარგია და ძალიან მომწონს, მაგრამ ანუ single nozzle კაი პრინტერი. single nozzle კაი პრინტერი და IAPI AMS-ი. ოკეი, მაგრამ ანუ თუ მომავალ წელს AMS-ს არავინ აღარ ყიდულობს. და მოიცა შეიძლება წლის ბოლომდე გამოუშვან რამე. ხო. Potentially. ხო და ნუ არა მაგას მომბობ რა წლის ბოლომდე რაღაცა tool changer-ი თუ არ გამოაცხადეს Elegum, ესე იგი არ თამაშობენ ჩათვალე რა. Max Pero-ში. ხო, იმიტომ რომ tool changer-ები ეპოქა მოდის მოშნა. მე და განსაკუთრებით ის მე ერთო მაღალო მიშველე დღეს 700 ჯერ ვახსენე. სტემეიკერი? არა, ის ფერების სისტემა, აგრე CFS-ი კანვასი რა. კანვასი არა, თვითონ ის ბიჭი რო იყონეს, full spectrum-ი რო არსებობს. უკვე tool changer-ებს ფასიედება, იმიტომ რომ არა, მარტო 4 ფერზე მეტია 4 ფერში. და აი პრინტერები როგორც პრინტერებში კარტიჯები ხო არის CMYK. მაგრამ ფერშთა ყველა. ხო, იმიტომ რომ tool changer-ის თავი მოგამი ის იყო რომ მულტიმატერიალი შეგიძლია, მაგრამ სინამდვილეში ამ მულტიმატერიალს თითქმის არავინ არ იყენებს. იმიტომ რომ ძირითადად მულტი სისტემა უფრო ფერი გინდა ვიდრე მატერიალი. და მაგრამ თვითონ ეს ფერის თვალსაზრისით ამ ხელა უპირატესობას რო გაძლევს უცებ, იმიტომ რომ ეხა როგორ პონტი არა რომ Snapmaker-ზე აწყობილი ფერმა რა სიჩქარეში და ხარჯშიც გაგიკეთებს multicolor product-ს, ისე ვერც ერთი სხვა ტიპი ვერ გაგიკეთებს გარდა ნუ ჯერ გამოუსვლელი ინდექსისა და ან კიდე რა ვქნა პლუსა XL-ის, რომელიც დიდია. ხო და შესაძლებელი. ხო რა, დიდი და ნელია და ანუ Snapmaker და Flash4G არის ეხა რაღაცა შემდეგი 2 წლის განმავლობაში რაღაცა ფერადი ახალი პოპულარული ლაბუიდი გამოც უნდა გაყიდოს მაგის კონკურენციაში. რა რომ უცებ ფერადი დრაკონების, იმიტომ რომ აი ხო არის რომ რაღაცა ეს ფლექსი დრაკონები რა, ფლექსი დრაკონების ახალი თაობა მოდის, ფერადი ფლექსი დრაკონები, ოღონდ ისა ის კი არა რომ სამფერიანი ფილამენტი და დაბეჭდი და ჭყუიალებს. არა, ულვაშები ექნება მიხატული და რაღაცა სათვალე ექნება და მონოკლი ცალკე ექნება და ასე შემდეგ. ანუ ძალიან მაღალი დეტალიზაციის და ძალიან customized და თავის თავზე მორგებული ფერებიანი დრაკონები მოდიან შემდეგი თაობა. რომელიც ხო რა, ვიღაცა ტიპი ხო, გიჟივით გაყიდის მაგ დრაკონებს. ვინ არის ეგ ტიპი? ვინც ძალიან ბევრი Snapmaker-ი იყიდა და ვინც ძალიან ბევრი Flash4G იყიდა, ის არის, იმიტომ რომ ვინც ძალიან ბევრი ბამბუ იყიდა, იმას არა მარტო ბამბუ, თუნდაც კრეატივი იმას ერთეული უფრო ძვირი დაუჯდება და მერე ეს ტემუს ფასები დაახრჩობს რა, ხო და აი მაგაზე მიდის ახლა თამაში რა, სინამდვილეში რა, რომ იმიტომ რომ ვინც იმანქანას გააკეთებს, რომელიც ვიღაცას გააკეთებს მეტ დრაკონს, ის გაყიდის მეტ მანქანას. ან ეს ვიგლეცი რო არის კიდე. ხო, ვიგლეცი. ხო. აი ესეც კიდე ერთი კაი საინტერესო ნიუსი, ანუ რეზინის ბეჭდვარას გვაქვს. მაგის რაღაც Uber Pro ვერსია. რაც ანუ სპეციალიზებული ჟელესავით მასალა არის
და გარშემო ერთი ნატურა მონიტორი ტრიალებს ძალიან სწრაფად და შიგნით 3D მოდელს ანუ რედის ანუ პეიჯს და აკეთებს ანუ ეს რამდენიმე დანათების წერტილი არ არის? არა, ერთია რომელიც ანუ ტრიალებს რა. ოკეი. თუმცა მაგრამ ისე რაც არის ჯერჯერობით ამის მინუსი თვითონ ეს ჟელეს არეალი რაც არის რა ანუ ვაზნა არის 1 სანტიმეტრიანი. ანუ ეს ყველა მოდელები არის რაცა 2-3-4 მილიმეტრი. მაგრამ რაც იყო საინტერესო მე გამეცინა თავიდან ფიქრობდი როგორ გადავჭრათ პრობლემა ანუ რამდენი წელი უკვე არსებობს ეს სისტემა მაგრამ თავიდან ცოტა აბაზანას რაშიც ჟელი იყო მაგას ატრიალებდნენ და ეს ეკრანი იყო სტაციონარული. და ჟღერეოდა ჟელე. და ცენტრიფუგასავით რაღაც ანუ როგორ რა სიტრაფით უნდა უბეჭდოთ ისე რომ ამას არ შეუშალოთ რაღაცები და მე ვიღაცა იყო დაჟდა რატომ მუშაობთ ამაზე? უკეთესი ვერსია, ეკრანი დავატრიალოთ და 1800 განათებას აკეთებს ერთ წრეზე და დაახოდა ეს მოდელები 0.6 წამში შეუძლია რომ გააკეთოს. 0.6 წამში, მაგრამ ეს მოდელები ახლა ეს ანუ 2-3 მილიმეტრი რა. 2 მილიმეტრი ის შემხება? აი ეს ფრჩხილებს შორის მანძილია. იმედია სუფთა ფრჩხილები მაგ. კი, print out. კი. აი ეს არის 3 2 მილიმეტრია ეს და ხო გააკეთებდა 6 წამში 2 მილიმეტრია. 6 წამში არ 0.6 წამში. 0.6 წამში მაინც ძალიან სწრაფია 2 მილიმეტრისთვისაც კი. მაგრამ ის არის რომ ყველა მხრიდან რო ანათებს იმიტომ ეხლა ამ ტიპს ეს layer line-ები არ ამ ტიპს ან კიდე ყველა მხრიდან აქვს რაღაც უცნაური layer line. როგორც ან დახვეთ ყოველ 0.2 გრადუსში ერთხელ ანათებს 1800 და 500 გრადუსზე. მაგრამ რაც მე ანუ ტექნოლოგია როგორც არის ანუ პირდაპირ კი არ ანათებს დაახლოებით იყენებს იგივე ტექნოლოგიას რაც ანუ რაც გვაქვს ჯერჯერობით ჰოლოგრამები. ან ის ელემენტები რო არის ლაზერით რომელიც ბეჭდავს ანუ ერთ წელში რო უმიზებს რაღაცნაირ შუქს ანუ იგივენაირად ხშობს ეს ჟელე მომთლიან იგივე მასალა არის და მარტო ცენტში რაღაც რო დაბეჭდო ხო აი ეს არ უნდა დაიქიუროს მარტო აი ესეთი უნდა დაიქიუროს და ანუ ეს ხო და მე მგონი რაღაც ის არის რა რომ მირორები ამ ესეთი პირობებში ხო რა რაღაცა მარგალიტივით რა პროსტა ერთი ნამცეცი რო იყოს ამ ჟელეში რომ პირველად შუქი რომ მიანათება რაღაცამ აიყოს რა და მე უკვე მაგის გარშემო ყველაფერს ააშენებ რა pearl მარგალიტი აი ზუსტად ეგრე რომ ანუ ბერი ხო ფერმები ხო არსებობს მარგალიტის ხო და ანუ მათ სპეციალურად ქუჩის რაღაცებსაც კი და იგივე ამბავია საუბარი მაგრამ რეალურად ანუ მაგის გარშემოც აკეთებენ ხო მაგრამ ჭირდებათ რაღაცა წლები და ამის საუკუნეები თვითონ მარგალიტის გასაკეთებლად და საუბ ჩააგდა ორ თვეში ამოიღო ეს ხელ სკვი ხო ეს ცოტა პატარა დებატები გვექნება ახლა აქ ამაზე არ ვიცი რა ვიცი აი ეს არის ახალი სილიკონი რომელიც FDA საკვების და მედიკამენტების ჯანდაცვის ასოციაცია რაც არის ამერიკაში მაგას დადასტურებს აი ეს სილიკონი არის ამით დაბეჭდილი რაღაცები ჭამისთვის გამოსადეგ ანუ საჭმლის დასადებად გამოსადეგ არის. ხო, საკვებისთვის food safe. საკვებისთვის უსაფრთხო სილიკონის ფილამენტი გამოვიდა. ხო და მე ვიდახი რომ რატო? ანუ ჩვენ PLA-ც მშვენივრად food safe არის თუ გარეცხენ? ეგ ცალკე სხვა დეპარტამენტი. მოდი ამ სილიკონზე გავჩვენოთ ახლა. ანუ არის ესეთი ძირითადად ეს მოსაზრება არსებობს ხოლმე რომ ნუ ჯერ ეს ერთი აი ამ ფილამენტი რითი იბეჭდება. დავუშვათ Prusa Excel-ს აქვს ამ სილიკონის შემრევი თავი და აი ამითი დავბეჭდეთ რაღაცა SIL004. layer line-ებს რას უშვები? layer line-ები ხრება? არ ხრება, ხო? ანუ ჟელი არის. ჟელი არის და მით უმეტეს როგორ დაიქიურება? ანუ ხო ორი ის არის ელემენტი. კი, მაგრამ ორი ელემენტია, მაგრამ მაინც ლეიერებად ედება, layer line-ები უეჭველი აქვს. ამ ტიპის სანიმუშოების სხვა და ის კი არის რომ კი ბატონო მასალა თვითონ საკვებისთვის უსაფრთხოა, მაგრამ
აი ამ ფენებში ხო ღრიჭოებში ჩამჯდარ რაღაცა საკვების ნარჩენებს და ბაქტერიას და იმას რას უშვები ეს თვითონ სილიკონი არ მოკლავს მაგას ანუ მაგრამ ანუ სილიკონი შეიძლება ამოატრიალო ხო ანუ ხო და აი გარეცხვა ისეთი ამბავია რა რომ აი ის არის ცრურწმენა არსებობს რომ გაბზარული თებში იწევლებაო სინამდვილეში რა ხდება გაბზარულ თებში ბზარში გროვდება ბაქტერიები და გწავლავენ მერე ნელ-ნელა როგორც გავუვათ მაგრამ ისე ბევრს აქვს ან ხის საჭირო დაფა ან პლასმასის საჭირო დაფა და იყენებს ასეთელი და არაფერი ხო და არ უნდა გამოიყენონ მერე თუ აი პლასმა ანუ მაგაზე გამოვიკლები იყო და პლასმასის ხის საჭირო დაფა რაც არის ხო მაგაზე დაჭრით უფრო ნაკლებ მიკროპლასტიკს იღებ ვიდრე უბრალოდ პლასმასის პარკში ნადები რა ქვია საჭმლის ჭამით კი და პლასმასის პარკში გაცხელებული მიკროტალღურში საჭმელი ეგ არ უნდა ჩაიდინო ადამიანმა ეგ შენ თავს არ უნდა უქმო რატო მაგრამ მე პირადად ხო რა პლასმასის პარკში გაცხელებული საჭმლის ჭამა მირჩევნია სპარის მიკროტალღურის თებში დადებული საჭმლის ჭამას მაგრამ არ ვენდობი მე მაგ თებში მაგრამ food safe ხო და ანუ food safe PLA-ს არსებობს food safe არა ისეც არის შეიძლება PLA-ს food safe მასალა ანუ შეიძლება მაგრამ food safe არა idiot safe უნდა დაარქვა რა ხო და ანუ თუ არ გარეცხავ კი რაღაცა დაემართება ეს მიკრობი ჩავარდება რა ანუ ეს გეუბნები რა რომ ხო და მე ის არის კიდე რომ ხო და ბიჭო მაგაში საქმე რა რომ რაღაცა idiot safe თუ არ არის ჩათვალე რომ food safe-ს არ არის იმიტომ რომ ადამიანების უმრავლესობა საერთოდ არ აქცევს მაგდენს ყურადღებას შენ რო შეჩვეული ხარ რომ რაღაცას თეფშის ფორმა აქვს დაშვებას აკეთებ რომ სანამ ეს რაღაცა თეფშის ფორმას მიიღებ და უკვე გაიარა შესაბამისი პროცედურები და კონტროლები და მე არ მომცემდნენ ისეთ თეფშის ფორმის რაღაცას რომლის თეფშის გამოყენება და რომლის თეფშად გამოყენებაც არ შეიძლება და სინამდვილეში წარამ არ აგვაძლევენ ეგეთ რაღაცებს მაგრამ ანუ რას გეუბნები რა რომ პირადი პასუხისმგებლობის და რაღაც იმის ამბავია რა რომ ოკეი აი ამ სილიკონით დავბეჭდე რაღაცა დაუშვათ ყინულების ფორმები რა და პატარ-პატარა ზოლები აქვს რა კი ბატონო ხო რაღაცა მიკრობები უნდა გაიყინოს მაგრამ იქ ორგანული ნარჩენები ჩარჩა იქ რაღაცა ჩარჩა გამოყინვისას იმას ქნა დაგროვდა ხო გარეთ გაატარა რაღაცა დრო და რაღაცა ბაქტერიამ გაიღვიძა იცხოველქმე და პატარა შხამი ჩაამატა ამ წყალში და ანუ ის არის რა კი გარეცხე ხო და მაგას გეუბნები რომ გარეცხვაზე არის ზუსტად საუბარი რომ გარეცხვის სტანდარტი ყველა ადამიანს სხვადასხვანაირი აქვს რა ანუ ვიღაცებისთვის საკმარისია რომ თებში წყალში ამოვალო ვიღაცისთვის უნდა ღვრიჭინებდეს თებში უნდა აკეთებდეს რა ხო და ანუ ის არის რა მინახავს რომ ხალხი რომ რაღაცა ესე კაფიანის ესე თებში ესე 1 2 გავლო ჩადო კიდე ქონდა საჭმლის ნაგლეჯები რა უკეთეს გეტყვი უესა უარეს ხო და მით უმეტეს ამ ღრიჭოებიან რაღაცაზე ანუ არაერთ ანუ რესტორანში ვიყავი რომელიც აღარ არსებობს კიდევ კაი მაგრამ სამძლოში გადახრე თებში წყალში აი პროსე რაკოვინაში წყალი ჩაგუბებული არის ხო გამოავლო დადო ანუ ის ბარებში რო აქვს ჭიქის სარეცხი რაღაცა ანუ ხო უბრალოდ წყალსავლებენ ანუ ეგ ხო დავიცი რა ანუ მე რო ჭიქას ვერეცხავ იმ ჭიქის პირი ყველა წერტილი თუ არ ღვიჭინებს შიგნით თუ არ ღვიჭინებს ისე არ შემიძლია ჭედა მაგრამ ეგ არის ისეთ რომ it's food safe it's not idiot safe it's food safe რა მაგრამ მაგას გეუბნები რა რომ ანუ არ მიმაჩნია ეთიკურად არა idiot safe food safe რაღაცების გამოშვება რა ანუ რას გეუბნები რა რომ მე კომფორტულად არ ვარ რომ ამ სილიკონის თებში გავყინო სხვას ეხება მაგას უბრალოდ basic ან რო იყო უბრალოდ აკვე დეტალები რაღაც შუაში იყო და როგორც არის ანუ არის food safe არის თუ ჩამოასხამ არის food safe მაგრამ უკვე ისეთ გეომეტრიას მისცემ რომ ღრიჭოების უქონეს ანუ food safe არის უბრალოდ კარგად უნდა ანუ გათა უნდა გარეცხო ხო და ვერ გარეცხავ იმ ღრიჭოებს მაგაზე უნდა არა impossible ყველა ღრიჭოს ვერ გაბეჭდა ყველა გაბზარული თებში მანახე რომლის ბზარიც გამჭვირვალია არა ხო ხედავ რომ შავი არის ის შავი რა არის იცი იმ ბზარში ჩამჯდარი ჭუჭყი არის ის შავი ის არა რომ შუქი აღარ სტრუქტურირდება არა ჭუჭყია
მაგრამ ნორმალურად რო გარეცხო, ხო არ ექნება. ვერ გარეცხავ ნორმალურად, მაგას შესაქმე რომ რამდენად ძნელი ხდება ნორმალურად გარეცხვა ამბავია რა. ხო და აი როგორ გითხარ რომ მაგრამ ის არის რომ ანუ კი ეგ რო გაიბზარა. ანუ იმდენად ნიუ რაღაცა არის თან რა რომ ანუ ხო რას გეუბნები რა რომ ეხა აი ამ ბრიჭოებთან და ლეიერებთან დაკავშირებით ხო რა ანუ ვიცი რომ უნდა მრავლდებოდეს უფრო ადვილად ბაქტერია არ ვიცი თუ ჩატოვებ მაგრამ ჩატოვებ უეჭველი ჩატოვებ მაგას შესაძლოა ანუ ბაქტერიები ბრიჭოებისთვის არსებობენ რა ვიცი ანუ რაც უფრო აი გლუვი ზედაპირები რატო ფასობს რავი ის თებში ფაიფურის თებშები რატო გვაქვს რა რომ აი გლუვი ზედაპირი ადვილი გასარეცხია ხო ანუ ძნელი ანუ ხო ზეხა რა თუში ლეიერ ლაინებიანი ფაიფურის თებში რო გქონდეს აღარ იქნებოდა ის თებში ისეთი ფასეულობა მაგრამ ადრე თიხაზე ჭამდნენ და მშვენივრად და თიხაში ღრაჩების გარდა რა არის? ხო და ადრე საშუალო ასარ კი იყო 35 წელი მერე თიხიდან რო ჭამდნენ მაშინ ხო ან რაღაცა რა ვიცი მე დღემდე ანუ კაი ბიჭო აკაკი წერითლის ჩემ თავგადასავალში არის რომ ჭარმაგი კაცი იყო ჩვენ სოფელში 50 წლისა იყო რაღაც 50 წლის კაცი ძალიან ბევრად იწლებოდა კაი ეხლა იქ ჩვენთან გვინდოს რო აკეთებენ ჭებში 50 უმეტესობა მაგის არ რეცხავს, როცა გვინოს გადმოასწრო და ისე იმაში ვიტოვებს. არა, ხო, მაგრამ ის დუღილს და ფერმენტაციას და რაღაცას გადის და კი, ანუ გვინო რა ვიცი მე, მე არ ვარ ალკოჰოლის მომხრე საერთოდ არანაირის. კი, ბაიგერო. კი, აიგრე შევარცხმინე საქართველოს და კახეთი ღვინო არ მიყვარს. It's food safe not idiot safe. დავედ მაგრამ. თვითონ მასალა არის food safe, მაგრამ რასაც ქმნი, ის არ ვარ დარწმუნებული. ანუ რას გეუბნები რა რაღაცა წლები უნდა გავიდეს და ვნახოთ ყველაზე ხარ ანუ რას გეუბნები რა რომ არავინ ჯერჯერობით ანუ ამის ჭურჭელზე გაზრდილი ბავშვი როგორ დაბერდა არ გვაქვს ნანახი რა ანუ ხოლმე ხარ და შესაბამისად აი უბრალოდ საკმარის დატა არ არის რა რაღაცებს გავიგებთ ასევე არა გვაქვს ნანახი დაუშვათ ოთახში 3D პრინტერი რო ქონდა ეგ კაცი როგორ დაბერდა ეგეს არ ვიცით ანუ რას გეუბნები რა ოი 20 წელი 3D პრინტერთან ერთად ცხოვრობდა გამოყო თუ არა საკმარის მიკროფლოროპლასტიკები 3D პრინტერმა რომ ეს კაცი დაეჭა ჩანაკებინა არ ვიცით რა ანუ ჩვენ ვართ ცოცხალი ექსპერიმენტები ახლა ამ მომავლის სამყაროსი რომელიც მაინც მოვა უბრალოდ ჩვენ ტანჯვაზე და ჯანმრთელობაზე ისწავლის და მე რაღაცა უფრო უსაფრთხო ვარიანტს შესთავაზებს თქვენ შვილიშვილებს და შვილთაშვილებს რაღაც პასიურ აგრესიული რატო გამოვიდი ასე არა კაი გავგითავ და სლაიდები არ მაგრამ კომპიუტერი დაიქრაშა კომპიუტერი დაიქრაშა გადახურდით და ჩვენს გადახურდით არ შეინახება არა ეს აკეთებდა ოკეი ვაშა ხო რა მაგრამ აი დავბრუნდით ნახეთ შუქია მზიარი მწვანე გვაცვია განვიდა green screen-ი გამარჯვება გარდაუვალია ხო ეგ არის დეგი დღეისთვის უფრო მალე ვიქნებით შემდეგისთვის ვიდრე წინა თვენაშოვარი ნახვამდის